იქნება თუ არა საქართველოში მეცნიერება. მე ისეთ პროექტზე ვმუშაობ, რომელიც მარსზე აპირებს მომავალში გაგზავნას. ზედან მოდის კორონალური მასის ამოფრქვევა, მას მოაქვს ბევრი ძალიან ნივთიერება, პლაზმა. ჩემი პროფესია, ჩემი აზრით, მეხმარება მე აი ზოგადად სურათის და დიდი სურათის დანახვა. ჩვენ როგორც სახელმწიფო მე მგონია რომ რეგიონში ყველაზე სუსტები ვართ. ნებისმიერი ნორმალური ადამიანისთვის ხო ცხადია რომელი სისტემა ჯობია რა? რუსული სამყაროს სისტემა თუ დასავლური სისტემა. პროპაგანდით გაბრუებული ხალხიც რავი, როდესღაც ხომ მიხვდება რომ მეფეში შველია. ჩემი აზრით, სწორი იყო აი რუსეთთან ეს მუდმივი აეკრობა. და რუსეთმა ეს ყველაფერი თავის მენტალობიდან გამომდინარე, რომ გამოიყენა იმაში, რომ მერსედესის ნაცვლად ტანკი აეგო და ამ ტანკით შეჯილგინებულიყო მეზობელ ქვეყნები. ამ შემთხვევაში აღარ უნდა გადაარჩინოს დასავლეთმა ისე როგორც გადაარჩინა საბჭოთა კავშირის დანგრევის მერე. ბოლო-ბოლო მე მაგას ყველაფერს ვაპატიებ თუ რუსეთი მოგვაცილოთ. ჩემი იმედი ისაა, რომ ესენი ძალიან დეგენერატები არიან. ესენი ყოველთვის გამონახავენ ტყვიას, რომელსაც საკუთარ ფეხში ირტყამენ. ამასთან შეგვება შეუძლებელია, იმიტომ რომ ეს დაღუპავს ქვეყანას. ესენი თავს დაიღუპავენ, უბრალოდ კარგი იქნება თუ ქვეყანასაც არ დაუყავენ. რა ვიცი მე მაინც მინდა დავიჯერო რომ ჩვენ გადავლახავთ ამ სირთულეს. გამარჯობა. ეთერშია გადაცემა აპოლიტიკური კოდი YouTube პლატფორმაზე მისმინე. გამოიწერეთ ჩვენი არხი YouTube-ზე, ასევე გამოგვყევით სოციალურ TikTok-ზე, Facebook-ზე, Instagram-ში. დღეს ჩვენი გადაცემის სტუმარი იქნება ძალიან საინტერესო ადამიანი, ბატონი სანდრო თაქთაქიშვილი, ფიზიკოსი, გოდარდის კოსმოსური ფრენების ცენტრის თანამშრომელი. გამარჯობა ბატონო. გამარჯობა, დიდი მადლობა რომ მომიწვიეთ, ძალიან დიდი პატივია რომ ეგეთ გადაცემაში ვიღებ მონაწილეობას. არა, ასე ჩემს პატივი თქვენ ძალიან საინტერესო პიროვნება ბრძანდებით, ანუ გარდა იმისა, რომ თქვა ძალიან დიდხანია ამერიკაში მოღვაწეობთ, ანუ ხართ ადამიანი, რომელიც აქტიურად ხართ მეტაკლებად ჩართული მაინც პოლიტიკურ პროცესებში, მოდი ეს თქვა, საკუთარი აზრის გამოთქვა ყოველ შემთხვევაში არ გერიდებათ და იმას არ იძახით, რომ აი რა ჩემი საქმეა, მე ფიზიკოსი ადამიანი ვარ და ახლა მე მზის და ისა რა ქვია, მზის სისტემის პლანეტებზე მკითხეთ რა. ძალიან საინტერესო პიროვნება ხარ, თან მუშაობთ, ჩემთვის პირადად ძალიან საინტერესო ადგილას. ანუ მე NASA-სთან ერთად შეხება რაც მქონია ასტროფიზიკოსი ძმაკაცები და ვაშინგტონში Air and Space Museum ქართულად როგორია ცის და კოსმოსის მუზეუმი. კოსმოსის მუზეუმი, ხო. მოდი ესე ვთქვა. ხო, ნუ მაგრამ ბუნებრივია. იქ არის თვითმფრინავებიც და ამიტომ Air დიდი იყო კოსმოსის და ასე შემდეგ ამ თემის მიმართ. კაი, რა საქმიანობთ გოდარდის ცენტრში? შემოდი ამით დავიწყოთ რა თქვენ როგორც ფიზიკოსი. კიდევ ერთხელ დიდი მადლობა. მე მუშაობ გოდარდში კოსმოსური ამინდის ლაბორატორიაში. კოსმოსური ამინდი ეგ არის მეცნიერება, რომელიც სულ რაღაც 30 წლის არის, ალბათ შეიძლება ცოტა მეტის. მისი საჭიროება შექმნის გახდა მას შემდეგ, რაც ჩვენ ცხოვრებაში უფრო აქტიურად ხმარობთ თანამგზავრებს ტელეკომუნიკაციებისთვის, ზოგადად კომუნიკაციებისთვის და ნუ მაგალითად ტელეფონებისთვის, ხო, GPS-ი და ასე შემდეგ. ამიტომ მეცნიერთა ჯგუფმა, რომელიც პლაზმის ფიზიკაში მუშაობდა, ძირითადად, იმიტომ რომ სამყარო ძირითადად პლაზმაა და კოსმოსი მით უმეტეს, გადაწყვეტეს, რომ შეეცადონ უფრო კარგად შეისწავლონ, როგორ გავლენას ახდენს მზე დედამიწაზე და შესაბამისად, როდესაც თანამგზავრები მოძრაობენ ორბიტაზე, რა გავლენა იქნება მზეზე მოხდარ პროცესებს იმაზე თუ როგორ იმუშავებენ თანამგზავრები. მაგრამ არა მარტო, მაგალითად, როდესაც მზიდან მოდის ეგრეთ წოდებული კორონალური მასის ამოფრქვევა, მას მოაქვს ბევრი ძალიან ნივთიერება, პლაზმა მზიდან და მას ხვდება მერე დედამიწის მაგნიტური ველი, საბედნიერო ჩვენ გვაქვს მაგნიტური ველი, სწორედ ამიტომ არსებობს სიცოცხლე დედამიწაზე, თორემ რო არ ქონდა ჩვენ არც გვექნებოდა წალეკავდა მზის ქარი. მზის ქარი ეგრეთ წოდებული solar wind, ეხ პლაზმა უბერავს მუდამ. და როდესაც ეს მოდის არხევს აი ამ მაგნიტურ ველს.
ჯერთი გავლენას ახდენს თანამგზავრებზე და მეორე ერთი იწვევს დენების წარმოშობას და ეს დენები იწვევს მერე ჩვენს ელექტრო ხაზებში ძლიერ შეშფოთებებს, რომლებმაც შეიძლება ვთქვათ დაწვან ტრანსფორმატორები. და ეს იწვევს მერე blackout-ებს. ერთი მოკლე კითხვა ძალიან Deep State-ის როლი რა არის აი Deep State იცით ცდილობს რომ ყველაფერი ისე გააკეთოს რომ საქართველოში ცუდა წავიდეს საქმე. და აქეთკენ უშვებენ ალბათ ყველა. ხო, სპეციალურად. თქვენ ასევე როგორც ვიცი აბასთუმნის ობსერვატორიაშიც მუშაობთ, ხო? დიახ. საერთო მეგობარიც აღმოგვაჩნდა ლადოს სამუშაო ხო? საუბრობთ მაგაზე. ანუ აბასთუმში თუ საერთოდ მე მუშაობდი სანამ ამერიკაში წავიდოდის, გადავიდოდის საცხოვრებლად. ეგ მოხდა 2003-ში. მანამდე მე მუშაობდი აბასთუმნის ობსერვატორიაში, დაწყებიდან ჩემი სამეცნიერო კარიერის. ძალიან მადლობელი ვარ ამ ინსტიტუტის და ბევრი მეგობარი მყავს ეხლაც. და როდესაც მე გადავედი, მე რამდენიმე წლის მერე აბასთუმნის ჩემმა მეგობრებმა, კარგმა ფიზიკოსმა გოგი ჩაგელიშვილმა, რომელიც არის აკადემიკოსი, მითხრა რომ იცი რა ჩვენ გვინდა საბჭო ჩამოვაყალიბოთ და შენ ამ საბჭოს წევრი იყო, იმიტომ რომ მაგით ჭირდებათ ისეთი ხალხი, რომელიც უცხოეთშია, რომ რაღაც თქვათ მიმდინარეობები შეიძლება შევთავაზოთ, უფრო კავშირები გვაქვს. ლადო მათ შორისაც ეგერეა, ამერიკაშია ჩემსავით და ჩვენ გვაქვს ეგეთი საბჭო ლადო და მე ამ საბჭოს წევრი. კიდე რამდენიმე კაცი ვინც უცხოეთშია და რამდენიმე აბასთუმნის ობსერვატორიის თანამშრომელია. მას რომ აბასთუმანი ჩემი ასე ვთქვათ ის არის კარიერის დაწყების პირველ წყაროა. მე მხოლოდ ერთხელ ნამყოფი და ისიც ტურისტული მიზნით ვერ გეტყვით რა ტელესკოპში გამიხედავს. ან რაღაც თუმცა მაინტერესებდა. ერთი რაც მახსოვს ძალიან ესეთ ღამე იყო და ძალიან ბნელი ტყე არის ირგვლივ. ანუ გასაგები აბასთუმანი იმისთვის შეირჩა ზუსტად ხო ხა მე ჩემი გატაცება ჰობი არის ასტროფოტოგრაფია რა ანუ კი ან ძალიან მიყვარს თქვათ ღამე გადაღება რაღაც ჩვენი galaktikis ირმის ნახტომის ანუ ძალიან ლამაზია რა და ხა იმდენი ვიცი ზუსტად რომ რამდენად მნიშვნელოვანია ეგრეთ წოდებული სინათლით დაბინძურება ეს ფენომენი ხვადრე არ არსებობდა რომ ან რაც უფრო მეტი ან რაც უფრო მეტი სინათლეა ღამით, მით უფრო ძნელია, ვთქვათ, ობიექტების გადაღება რა. ეგეთი ისტორიაც არის. ისტორია რეალური იყო. დიდი blackout-ი იყო ლოს-ანჯელესში რა. და ამ blackout-ი როდესაც მოხდა, ან blackout-ი არის აბსოლუტურად ყველაფერი გამოირთო, ქალაქი დარჩა უშუქოდ და მაცხოვრებლებმა არ ვიცი ვინ ეგრე როგორ უნდა იყო გაუცხოებული გარემოსთან და პირველად ნახეს ირმის ნახტომი რა ჩვენი galaktika და რეკავდნენ იმას სასწრაფო დახმარებაში რომ რაღაც ცაზე რაღაც ხდება გვიშველეთ სამს გავსი რა ხო იმიტომ რომ იქ აკრობენ ხოლმე შუქს არ შეიძლება ასე რომ პატარა ნატურაც ძალიან ძლიერია იმისთვის რომ შეუშალოს ხელი ძალიან შორეული ვარსკვლავის დანახვას და ამ ფონზე სიტყვაზე ამდენი თანამგზავრი ეხლა რა თქმა უნდა თანამგზავრებს ვეღარ შეეჯიბრება მიწიდან დაკვირვება, მაგრამ მაგით თავისი ნიშა ამასაც აქვს. რაღაცას ისიც აკეთებენ ტელესკოპებით, რასაც თანამგზავრებით უბრალოდ თანამგზავრებს სხვა მიმართულებით უშვებენ. მე აბასთუმანს აქვს ძალიან დიდი ისტორიულად ჩამოყალიბებული დაკვირვებების ძალიან დიდი მონაცემები წლობის განმავლობაში და ამას თავისი ღირებულება აქვს. სანამ თანამგზავრული ეპოქა ჯერ კიდევ არსებობდა, ესე იგი, როგორ იცვლებოდა წლების განმავლობაში. აი ესეთი ტიპის დაკვირვების ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. ისე საინტერესო გქონდა თქვენი აზრი რაზე, რომ ანუ აი ქართული მეცნიერება რა, მე მართლა გამიმართლა და ძალიან ბევრი ფიზიკოსი მყავს მეგობრებში, აქედან დიდი ნაწილი საქართველოს გარეთაა, იმიტომ რომ როგორც ხვდები სტუდენტობის მალევე მიდიან შეერთებულ შტატებში თქვენ გასაგები აქვს სტუდენტობის დროს ალბათ საბჭოთა კავშირი იყო ჯერ კიდე და მალევე მიდიან მე უკვე კარგად დიდი ვიყავ კი ანუ ესენი არიან ან შტატებში ან შტატები და შვეიცარია თქვა ზოგი ცერნშია გერმანიაშიც არიან მაგრამ როგორც ასეთი იქნება თუ არა საქართველოში მეცნიერება რა და შეიძლება თუ არ შეიქმნას. პლუს ახლა ამათ პირობებში ეგეც საინტერესოა, ამათ პირობებში უკვე თქვენ შეიძლება აგენტი იყოთ და ძალიან ჩვეულებრივი. ხო, აი იცით, ჩემი აზრი ეგეთი ხა, იმიტომ კი არა რომ მე მეცნიერი ვარ და მიკერძოებული ვარ. აუცილებლად უნდა იყოს ქვეყანაში მეცნიერების
ეხლა საქართველოს არ არის ესეთი ქვეყანა, რომ ძალიან ძლიერი თავისი დამოუკიდებელი მეცნიერება კონდეს, მაგრამ აუცილებლად რაღაც შრე მეცნიერების უნდა იყოს, იმიტომ რომ ის ქმნის იმ რაღაც აუცილებელ კატალიზატორს საზოგადოებაში, რომელიც აუცილებელია, რომ ქვეყანა განვითარებას გზას დაადგეს. იყვნენ თუნდაც უცხოეთში, იყვნენ, ისინი ხო ჩამოდიან რაღაცას ლექციებს კითხულობენ. მე ახალგაზრდები დაინტერესდებიან, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ეს იყოს. ეხლა მე გუშინ წინ მოვისმინე პრემიერ-მინისტრის გამოსვლა, რომ სპორტი არისო ჩვენი მთავარი ერთადერთი სადაც შეგიძლია დროშა აღმართო. სპორტი გარია, მე ძალიან მიყვარს ფეხბურთი და ყველანაირი სპორტი მიყვარს, მაგრამ სპორტი წზე უნდა გავაკეთოთ. ჩვენი სტრატეგიული მიმართულება სპორტი უნდა იყოს. ან მოდი სხვანაირად ვეცდები შეგახედოთ. წარმოიდგინეთ სპორტი, სპორტი ყოველთვის არსებობდა, ოლიმპიური სპორტის უძველესი სახეობა არის პანკრატიონი და მილო კროტონელი იყო ეგეთი ძალიან ცნობილი ოლიმპიური ათლეტი, მეოთხედ რომ მოიგო ოლიმპიადა, ხარი აჩუქეს და ეს ხარი შემოატარა და შეჭამა ეგეთი ლეგენდა შემდეგ რა. ხო და ანუ სპორტი ყოველთვის არსებობდა, შეგიძლიათ ყოველთვის არსებობდა, მაგრამ უყურეთ პოპულარობა რას უკავშირდება. მოდი ეს შევხედოთ რა. რომ არ არსებობდეს ინტერნეტი, რომ არ არსებობდეს ტელევიზია, რომ არ არსებობდნენ თანამგზავრები და შემდეგ, ანუ ის ყველაფერად შექმნა მეცნიერებამ. რამდენად პოპულარული იქნებოდა სპორტი, ან რამდენად პოპულარული, ან რამდენ ფულს გააკეთებდა სიტყვაზე რონალდუს სარეკლამო კონტრაქტებით. ვერ გააკეთებდა, იმიტომ რომ რა ვიცი 30-იან წლებშიც არსებობდა ფეხბურთი, 50-იან წლებშიც არსებობდა, დღესაც არსებობს, მაგრამ ყველა სპორტში სხვა შორის ზუსტად ტელევიზიის და ინტერნეტის განვითარებას უკავშირდება ის, რომ სპორტი გახდა ეს სოფლიოში ყოველთვის ხელმისაწვდომი და ანუ როგორ გითხათ, ანუ არ ხდება ეგეთი რაღაცები ახლა მეცნიერებისგან დამოუკიდებლად და მეორე, თუ კი ჩვენი პრიორიტეტი არის მხოლოდ და მხოლოდ სპორტი, ხო, ამას ხო ბავშვებიც ხედავენ და უყურებენ. ხო, ანუ ყველა ბავშვი ეცდება, რომ გამოვიდა სპორტსმენი, ზოგს გამოუვა, ზოგს არ გამოუვა, მაგრამ ძალიან მაინტერესებს რა დოულად შევქმნით ჩვენ როგორც ხოლ სპორტსმენების ქვეყანა. სულ ლევან თედიაშვილებით გაიტანოს საქართველოს, აი ხო ნონსენსია, ხო არ გამოვა. ესეთი გამარტივება ყველაფრის, აი უბრალოდ ძალიან დასანანია, რომ ესეთი ხალხი ახლა სათავეში ქვეყნის ძალიან. ხო, მაგრამ ეს ხო ჩვენ თავად მოვიტანეთ რომ ეს ხალხია. რა თქმა უნდა, საბოლოოდ ყველა ხალხი იმსახურებს იმ ხელისუფლებასაც აქვს, თუ არ იმსახურებს? იმსახურებს სამწუხაროდ, ფაქტია. ახლა მე მინდა უბრალოდ გავიხსენო, ახლა ამაზე ჩამოვარდა ლაპარაკი 2012 წლამდე, მე ვიყავი, მე უჭერდი მხარს ნაციონალურ მოძრაობას, იმიტომ რომ თვლიდი რომ ძალიან ბევრს კარგს აკეთებენ, ხადია პრობლემებიც იყო და მქონდა ხოლმე კამათები ჩემ მეგობრებთან ამერიკაში. ისინი იყვნენ ძალიან წინააღმდეგი, თითქმის ყველა რაღაცნაირად. და მე ვეუბნებოდი რომ ესე იგი, ჩვენ არა ვართ ჩამოყალიბებული დემოკრატია, ძალიან შორსა ვართ, ეხლა მიდიოდა ეს ჩამოყალიბება იმ პროცესში. ჩვენთან შეუძლებელია, როდესაც ერთი ხელისუფლება იცვლება მეორეთი, არ იყოს დრამატული შეცვლა. ამიტომ ის, ვინც მოვიდოდა იმათ მერე, დასავლურობის ხო, იმიტომ დასავლურობაა ჩემთვის. ამ ეტაპზე საქართველოს მნიშვნელოვანი ჩვენ ვიყოთ დასავლეთის ნაწილი. აი შეიძლებოდა აუცილებლად სხვანაირად. უფრო პრორუსული დარწმალავდნენ იმ დროინდელი მოწინააღმდეგები ნაციონალურ მოძრაობას იძახდნენ რომ ეს გვეგზავენ რუსული ტელევიზიის ნახვას, აგზალეს არხები, რაღაც მუსიკას გზავენ, ამით იყვნენ აღშფოთებლები. აშკარა იყო რომ მოვიდოდა რაღაცა ძალა, რომელიც შეეცდებოდა იმის შეტრიალებას. მე ურაპატრიოტიზმზე კი არა მაქვს, უბრალოდ პრაგმატულია, რომ საქართველო იყოს პროდასავლური. ნებისმიერი ნორმალური ადამიანისთვის ხო ცხადია რომელი სისტემა ჯობია რა, რუსული სამყარო სისტემა თუ დასავლური სისტემა. და ამიტომ მე ვიცოდი, აი როგორც კვანტურ მექანიკაშია რა, ჩვენ არ ვიყავით ისეთი რომ ეს გადასვლები გრადაციული იყო. როგორც კვანტურ მექანიკაში ერთი მდგომარეობაა და მეორე ელექტრონი შეიძლება იყოს. აი ეს ის მეორე მდგომარეობა ვიცოდი რომ ბევრად უარესი. ჩხუბი მომდიოდა ხმის ჩახლეჩამდე. რასიზმი ხა მე
ამას იმიტომ კი არა უფრო განსაკუთრებული რაღაც განჭრია ხობა უბრალოდ რაღაცა ჩემი პროფესია ჩემი აზრით მეხმარება მე აი ზოგადი სურათის და დიდი სურათის დანახვაში მაგრამ მან უბრალოდ ის იყო სანდრო რომ ანუ იმ ცხაწეს განმავლობაში ძალიან ბევრი პრობლემა დაგროვდა ეგ ერთი და მეორე არ ხდებოდა ამ პრობლემის აღიარება მე ხშირად არ შეგზენა მაქვს ვიცი რომ ქართულ ადამიანს ძალიან უჭირს აღიაროს რამე შეცდა. რა თქმა უნდა. და დაუშვათ თქვას ბოდიში როგორ იცით, აი უაპელაციო ბოდიში. ანუ ბოდიში შევცდი და არა ბოდიში შევცდი, მაგრამ შენც ხავ რაღაცაში დამნაშავე, იმიტომ რომ ეს აღარაა ბოდიში. ხო? ანუ შესაბამის აღიარება ძალიან გვიჭირს და ამას ძალიან ბევრი საკმაოდ ბევრი დრო ქონდათ, რომ ეს შესაბამები აღიარებინათ. მართალია, ამაში აბსოლუტურად გეტყვი. აი რაღაც კლინჩში აი კრივის ტერმინი რომ გამოიყენოთ, რაღაც კლინჩში არ შესულიყვენ საზოგადოებასთან, იმიტომ რომ რეალურად ახლა რო აიღოთ ის მედროვეები და მართლა ვიგინდარები, რომელიც მაშინ ჰყავდათ და ჩვეულებრივ გადმოპორტირდნენ და აი საკაიფოდ არიან, მოდი ესე ვთქვათ, ხო, იმიტომ რომ მათთვის ღირებულება არაფერი არ იყო, მათთვის ღირებულება იყო მხოლოდ და მხოლოდ ძალაუფლება და ის რაც ძალაუფლება აძლევს, ან ძალაუფლება რაც გაძლევს წვდომას ფულზე და რესურსიც ხო ესე ითარგმნება ხო და შესაბამისად ხშირ შემთხვევაში მათ 2012-ში უკვე მათ წინააღმდეგ გვინც იყო ხშირ შემთხვევაში მათი ყოფილი მოკავშირეები იყვნენ რომლებიც იდეური რა თქმა უნდა არა დღეს უბრალოდ ამათი პრობლემაც იმაშია რომ ამათაც იდეურები დაკარგეს ამათ იდეური მოკავშირეები პროპაგანდის მიუხედავად ხო ცოტა ყავთ და ის პროპაგანდის გაბრუებული ხალხიც რავი როდესღაც ხომ მიხვდება რომ მეფეში შველია ესე ვთქვათ და რაღაც კადიროვიზაციისკენ მიდიან მაგრამ ჩვენ უფრო დიდი შანსია ვიყოთ. ხო, ძალიან პესიმისტური პროგნოზია ჩემი არის ან კადიროვიზაცია, ან სომალი, ან დავიხსნით თავს ამათგან. რა მეც ვერ ხედა. აი, სომალი, ნუ კადიროვზე ვარისი ვარიანტი შეიძლება იყოს რაღაცა მაგრამ. არა, რა თქმა უნდა, ხა თქვენი შიშები ზურა არ არის მოკლებული სამწუხაროდ. საფუძველს მე შინია უბრალოდ მე თვითონ ავარ ხასიათით მინდა კარგზე ვიფიქრო ახლა შეიძლება ზოგჯერ სულელობაშიც გადადის ხოლმე მე არა ვარ ახლა ისეთი ოპტიმისტი რა აუცილებლად აი გავემარჯვებ და რაღაცა მაგრამ ამავე დროს ვთქვათ რაღაც ეს განწყობა უფრო მეხმარება რომ ბოლომდე ხელები არ ჩამომეშვას თორე ხელები ჩამოშება ძალიან მე მაქვს რაღაცნაირად კონტაქტი ზოგიერთ ოპოზიციის წარმომადგენელთან და ერთ-ერთი მათგანი ძალიან პოზიტიური ადამიანია ზოგადად ისეთი მხნეარი და ის იქიდან მაწყნარებს ხოლმე ჩვენ გვაქვს WhatsApp-ზე მიმოწერა და რა იცი მე მაინც მინდა დავიჯერო რომ ჩვენ გადავლახავთ ამ სირთულეს იცით რაღაც იმდენს ვხედავ იმდენ კაი ხოცუცას ვხედავ არა ძალიან ბევრს მაგრამ იმდენი რაღაცა არჩევანი გამოჩნდა ამ Facebook-ზე უსპად რაღაც ისეთი ხალხი რომ აი მე არც წარმოვიდგინე რომ საქართველოს შეიძლება და ყოფილიყო ესეთი ადამიანები ეგეთი თავდადებულები არა როგორ შეიძლება წარმოვიდგინე მაგრამ აი რომ აქვე არის შენ გვერდით თავდადებულები ჭკვიანები შეუდრეკლები სწორი ფასეულობების არ ვიცი ანგსტრემის ზომამდე აი ყველაფერში აბსოლუტურად სწორები რომ მე ეს მაძლევს იმეც მაინც და მე ახალგაზრდები იცით ახლა მე უკვე დიდი ხანი აღარა ვარ ახალგაზრდა და ახალგაზრდების ეს რაღაცა სულისკვეთება მე ძალიან მამხნევებს რა ვიცი ძალიან მინდა რომ მჯეროდეს და მჯერა კიდევაც აი ვერ ფორმულირებას ვერ მოვახდენ რატომ მაგრამ ხოძნელია ხოლმე რაღაცების ფორმულირება. ნუ თქვენ პოზიტივში ცდილობთ დაინახოთ იმედი და მე ჩემი იმედი ისაა რომ ესენი ძალიან დეგენერატები არიან. ესენი ყოველთვის გამონახავენ ტყვიას, რომელსაც საკუთარ ფეხში ირტყამენ. ანუ მე სამწუხაროდ 2022 წლიდანვე ნუ როგორ გითხრათ ამამდეც იყო ნეგატიური სელექცია, მაგრამ აი ეგეთ ნეგატიური სელექცია რაც მე წავიდა და იშვიათად რა და სულ ვიძახი რომ ესენი თავს დაიღუპავენ უბრალოდ კარგი იქნება თუ ქვეყანასაც არ დაუყავენ პარალელურად რა ეგ არის და ეგ რო ანუ ხდება ნეგატიური სელექცია რამხელა ინიშნება ადამიანი თანხმობაზე დანიშნვის ძირითადი კრიტერიუმი თუ არის მხოლოდ და მხოლოდ უტყვი ერთგულება ან არა მარტო ერთგულება არამედ აი უტყვი რომ ხმაც არ მოიღო და ისე გააკეთო რასაც გავალებენ რა
მაშინ ნებისმიერი პატარა კრიზისი დიდი კრიზისად გადაიქცევა რა, ან თოვლის გუნდა გადაიქცევა ზვავად. რა, ისე რომ რეაგირება იქნება ნული რა. და ეხლა შესაბამისად როგორც კი რამეს დაეტაკება ეს ჩვენი ლოკომოტივი რევოლუციის ეგრევე დარწმუნებული ვარ რომ ეს ნებისმიერი მცირე კრიზისი დიდად გადაიზრდება რა. ნუ უბრალოდ ჩვენ სხვანაირად უყურებთ მე მაინც აი ხო ხვდებით რა ამ დეგენერატიზმში ვხედავ უფრო გამოსავალს და თქვენ ხო არა მე ვერ ვიტყვი ხა თქვენასაც ამბობთ უცხოა ჩემთვის მესმის რაც ამბობთ შეიძლება ეს იმიტომ რომ მე მაიძულებს შორს ყოფნა რაღაცნაირად ვეცადო ჩემი თავი უფრო იმას ქნა დავინახო რაღაც პოზიტიური იმაში რომ იმიტომ იქიდან ძალიან ძნელია იცით კიდე რო არ ხარ ხა აკავრებისთვის ხადია უფრო ძნელია მაგრამ ჩემთვისაც იქ მე არზუს არ ყოფილარ სხვათა შორის ესეთი აი თქვენ ბრძანე თავიდან რომ მე აქტიური პოლიტიკური სამაკ შეხედულებები და რაღაცა და არ ყოფილარ მე ასე სანამ არ წავედი ამერიკაში სხვათა შორის იცით აი რაღაცეთ უცბად იქ გამიჩნდა ეს შეიძლება იმიტომ რომ მე დავდიოდი ამერიკაში უკვე 90-იანი წლებიდან მაგრამ 2-3 თვით და იტალიაში და ამერიკაში და მაგრამ საქართველოში ვიყავი ძირითადად მე როცა ნანა ჩემი მეუღლე და მე დავქორწინდით მე გადავედი ნანა იქ ცხოვრობდა უკვე მხატვარია ნანა იქ საცხოვრებლად და იქ ეს გამიჩნდა შეიძლება ეს ნოსტალგია არ ვიცი ალბათ ხო იმიტომ რომ მე მახსოვს რომ რაღაცა წიგნი ქონდა ნანას ну თავიდან 2 წელი ძალიან ინტენსიურად მიწევდა მუშაობა რომ ჩემი ადგილი დამემკვიდრებინა სამსახურში და საერთოდ არაფრის დრო არ ქონდა მე როდესაც ცოტა ჩაწყდარდა რაღაც არჩილ სულაკაურის მოთხრობების წიგნი ავიღე და დავიწყე კითხვა და უცბად მივხვდი რომ ისე მენატრება ენა აი ენა იმიტომ რომ ნანა დამეცხადა ქართულად ლაპარაკობთ მაგრამ აი ეს მაინც წერალს ხო უფრო დიდერული ენა აქ რაღაცა მე ენით შექმნილი ატმოსფერო ისე მომაწვა აი აქ ჭამიჭია და მე გავხდია ესე უფრო ჩართული და ის 12 წლამდე ნუ მაინც აქტიური ვიყავ მაგრამ არც ისე და მე ეს რომ დავინახე და რომ ვიგძენი რა მოდის არა მე გეთახმებით იმაში რომ იმათმა ხადი იმიტომაც მოხდა ის რაც მოხდა ახლა რა თუნდა ამას ლაპარაკი შეცდომების გაზრდა ძალიან მნიშვნელოვანია უნდა გქონდეს არა ეს აღიარება ძალიან მნიშვნელოვანია სხვა შეიძლება ეგ არის აი მართლა ჩვენი ერთ-ერთი არა ეგ ჩვენი პრობლემა დიდი ნაკლია ეგ აი ჩვენი პრობლემა როგორაა იცით ანუ აი სუფრა იქნება ჩვეულებრივი ქართული ოჯახში გაშლილი თუ პარლამენტის ტრიბუნა ყველგან უჭირთ აღიარება საკუთარი შეცდომის რა აი რაღაც თქოს პირადული იყოს თქოს შეცდომის აღიარება იყოს რაღაც უდიდესი მარცხერად ცხოვრებაში მოხსნილი კაი შეკაცრება არა და არის ესეთ ხალხი რომელსაც პირველი მიდის და ბოდიშს ეხთის მიუხედავად იმისა რომ შეიძლება თვითონ არც იყოს და ესეთი ხალხი ყველაზე დასაფასებელია კი ბუნებრივია და არიან ეგეთებიც მაგრამ ცოტა უფრო მეტი რო იყოს საზოგადოებაში კუთრიწონა ამათი აი კუთრიწონა ჩემეთ მართლა არ არის მაინც დიდი რა და ვერ ვხედავ რამე პროგრესს შეიცვალა ერთი აი ამერიკაზე და უბრალოდ საზოგადოებრივ ცხოვრებაც მინდა მეკითხა ანუ მე მყავს ჩემი სამეგობრო არის ძალიან ფართო დიაპაზონის რა ანუ ამერიკაში ყოფი საძმაკაცოდან ანუ მე მყავს მაგაცი რომელიც არის ტრაილერის მძღოლი და აგერ ასტროფიზიკის პროფესორია ლადო სიტყვაზე რა მაგრამ ანუ ყველას აი მართლა რაც გვაერთიანებს ნუ მეც დიდი ხანი მომიწია საქართველოს გარეთ ცხოვრება დიდი ხანი შედარებითი ცნება თქვენსაც არ ვედრები მაგრამ 3 წელი თან ბრაზილიაში კოვიდი დაემთხვა და საქართველოს ჩამოვიდა კი საელჩოში ვიყავი ხო 4 წელი ნახევარი ვიცხოვრე მან და 3 წელიწად და ნახევარი ვერ ჩამოვედი საქართველოში და ნუ აუტანელი იყო და მე ხვდები რა არის ნოსტალგია ვიცი რა არის ნოსტალგია რომ ანუ -7 საათი რო ხარ საქართველოსთან და მაინც ქართული ამბებით რო ცხოვრობ და არა იქაური ამბებით რა ანუ როცა შენ არტოვებ შენ სამშობლოს რა ლექსის პერიფრაზე რო გამოიყენ ჩვენ შეიძლება ბრძოლაში მოვკვდეთ მაგრამ მაშინაც არტოვებ სოციალს ხო აი და აი მაშინაც არტოვებ რა საქართველოს ანუ სულ აქ ხარ სულ რაღაც ცდილობ რო აქ იყო აქ ხარ ჩართული მოვლენებში და ნუ აი ეგ არის ხა მეტი კი არაფერი ნოსტალგია რა ბოლომდე ამერიკანიზირება იქნება როდესაც იქაური ამბებით გაიღვიძებ როდესაც დაგაინტერესებს ხოლმე და მხოლოდ ის რაც ხდება კანზასში კალიფორნიაში რავი DC-ში და ასე შემდეგ რა ანუ აი
როგორ კითხოთ ეგეც კი არ ვიცი, ანუ რატო ვერტოვებთ საქართველოს? ეს ფესვები ესე როგორ გიზიდავთ? აი თქვენი ის მაინტერესებს რომ ინტერპრეტაცია. ესე იგი, მე არ ვიცი ხა ზუსტად ალბათ ამის ახსნა ძნელია, ჯერთ მე რო გადავედი უკვე სამუდამოდ რო გადავედი, ხო, 46 წლის ვიყავი უკვე. თამთან შვილი საშკარო. შვილიც ახლა იქ არის, ხო, ისიც ეგრე არის, შემსავით ჩართული. ეხა ჩემი რძალიც, მაგის ცოლი, ნანას და მე სამი ბიჭი ყავს ერთად. ნანას თავისი პირველი ქორწინებები და მე ჩემი პირველი. უпроსია ლევანი არის ძალიან ჩართული, თამუნა მისი ცოლი გახდა ძალიან ჩართული და კოკა ნანას უფრო საერთოდ გადმოვიდა საცხოვრებლად. და ბედნიერი. კოკა გაიზარდა ამერიკაში. 9 წლიდან იქ იყო. და ისეთი პატრიოტია და მეორე დათუნა უმცროსი, რომელიც იქ არის, მაგრამ სულ ჩამოდის. ის კიდევ უფრო დიდი პატრიოტია. ესე იგი ეს რაღაცა არის როგორ ახსნა ეს, გარდა იმისა, რომ უბრალოდ ჩვენ გავიზარდეთ და რაღაცნაირად ეს ჩვენთვის ახლოა და რაღაც, გარდა ამისა, რაღაცა აქვს ეთყობა საქართველოს მაინც ყოველგვარი ისე ვიმეორებ პურა პატრიოტიზმის გარეშე რაღაცა ისეთი შარმია თუ რაღაცა ხა რომ აი ის გვიზიდავს კიდე დამატებით. მე მინდა რომ საშკა მე შეინარჩუნო. საშკა სულ ქართულად ველაპარაკები და ქართულად წარ ხოლმე მესეჯებს. ის ზოგჯერ ინგლისურად, მაგრამ ჩემთან რო არის, სულ ცდილობს ქართულად ილაპარაკოს. ეს უნდა შევინარჩუნო და მე საერთოდ არც კარგავ იმეს რომ შეიძლება ისინიც დაბრუნდნენ. მე ვაპირებ მაგალითად დაბრუნებას, ნანდა მე ჩამოვალთ აქ, იმის და მიუხედავად აქ რა დაგხვდებათ? საერთოდ ხო, იმიტომ რომ ახლა ჯერთი ნანას мама ეხლა გარდაიცვალა, მაგრამ დედა მისი ცოცხალია, უკვე მოხუცია და ასე თქვა, უნდა კონდეს კავშირები და გვინდა რომ ხო, არა, იმიტომ რომ მე კი არ გავიქეცი თავის დროზე ზურა. მე წავედი მხოლოდ იმიტომ რომ ნანდა მე დაქორწინე. მე ერთი წამით არ მიფიქრია ემიგრაცია 4-5 წლიდან დავდივარ რუსეთში ხშირად, იმიტომ რომ მაშინ უკვე დაიწყო სირთულეები საბჭოთა მეცნიერებაში და ერთ-ერთი შანსი უნდა წასულიყავი კომპიუტერებში და ფირმებში და რო ფული გეშოვა, უნდა გელო უცხოეთში და იქიდან რაღაც შეგენახა ფული ჩამოგეტან და მე ესე ვაკეთებდი 90 წლიდან დაახლოებით. და აი 90-დან დაწყებული უფრო ხშირად დაიწყე სიარული 90-ში მე იტალიაში დაიწყე სიარული გადავედი საცხოვრებლად 2003-ში ერთი წამით არასდროს არ მიფიქრია ემიგრაცია მიუხედავად იმისა რომ სამოქალაქო ომის გამოვიარე აქ ვიყავით და ბომბებიც და ყველაფერი და გვეძინა აბაშიძეზე მაგ სახლი ლევანის სწავლობდა მამაჩემი აკუმულატორი იყიდა ტანკის და გაიყვანა ტანკის აკუმულატორი ხო ტანკის აკუმულატორი გასაგებია ხო და იმაზე სადიშოვეთ ეგა ესე ბნელი იყიდა სადღა უფა მამაჩემი ისეთი ის იყო ხელმარჯვე კაცი იყო და ყველაფერი თავის შვილიშვილისთვის ანუ ლევანისთვის და ლევანი სწავლობდა იმის შუქზე და არ მიფიქრია, მაგრამ მე უბრალოდ შეიცვალა, ცხოვრება იცვლება ხოლმე რა არ ხდება, ხო? და მაგიტო წავედი. ამერიკა ძალიან მეყვარს, ძალიან კაი ქვეყანაა. ჯერთი ხა როგორი მადლობელი ვარ, რომ ჩამოსვლა ემიგრანტს, საშუალება მომეცა მეშოვა სამსახური, მე სახლიც, ბანკის მეშოვით ხადე, მაგრამ ვიყიდეთ სახლი, რაღაცა და ასე თქვათ, ასე თუ ისე ვცხოვრობ ნორმალურად ეგ სხვაშორის ეგ ერთი რაღაცა რაც უბრალოდ უნდა აღნიშნო ეს მადნიერება რო თქვით რა ძალიან ბევრი ემიგრანტის ქართველი ემიგრანტის კომენტარი ხდება ხოლმე ანუ იმ ქვეყნებს ლანძღავენ სადაც ცხოვრობენ აი ეს არ მესმის ეს ლოგიკა რა აბსოლუტურად გავგებ აი დავუცილო რა ჩახვედი რაღაც ჩაიცვი დაიხურე ცოტა მოფერიანდი და აი როგორ შეიძლება ჩემთან სახლში მოხვიდე და მე მიმლანძღო და რაღაცა ვითხარ სხვებზე უკეთესი რა ეგ აუცილებელი უნდა იყოს აი ადამიანისავე აი გონია რომ ბუნებრივი როგორც ახლა მადლიერი უნდა იყოს კარგისთვის და არ უნდა იყოს მადლიერისთვის ასე მგონია რომ იქ ქვეყანა რომ მიიღებს არ უნდა ლანძღო აი არ მესმის ამერიკაში მცხოვრები
რუსეთუმე ქართველები ვიცი. აი საოცრება. რატო? გარდა იმისა, რომ მე პერსონალური, მაგრამ ეგ რომ არის, მე პერსონალური ისა მაქვს საბაბი, იმიტომ რომ საშკა აღმოუჩინეს ზურგში რაღაცა და გადაარჩინეს ფაქტიურად იქ. და ეხლა მე ეს პერსონალური მე გარდა ამისა, მანამდეც მე საერთოდ ვეგუები ხა ქვეყნებს სადაც ვარ, მე იტალიის მიცხოვრია, რუსეთშიც მიცხოვრია, რუსეთშიც მყავდა მეგობრები ხა საზღარი ხელმძღვანელობა კი ყოველთვის ყავდათ, მაგრამ იქაც ხო არის ნორმალური ხალხი და მეგობრობი ცხადია. ძალიან მიყვარს ბევრი კიდე და ისინიც ისეთივე აზზე არიან, როგორც მე ისეთ ბევრ რუსს ვიცნობ, რომ ბევრ ქართველსაც მირჩენი. მაგრამ ამერიკა არის რა თქმა უნდა, ძალიან კაი ქვეყანა, ბევრი, უამრავი ხრი, მე მეგობრები ჩვენ მეგობრებიც აყავს ამერიკელები, ძალიან ისეთი გულიანები, ისეთი კეთილები, მოკლედ ყველანაირად კმაყოფილი ვარ იქ ცხოვრებით. ეხლა მართალი რახან პოლიტიკაზე ვლაპარაკობ ცოტა, მე არა ვარ ტრამპის მომხრე პირდაპირ ვიცი კი. მაგრამ ნუ რასიზამ აირჩია ქვეყანამ. მე საერთოდ მე შეუყურებ, იცით, აი ქვეყანის იმას, რა ქვია, ერთხელ უსმინე ვიღაც ისტორიკოს რუსეთის ტელევიზორზე დიდი ხნის წინათ ეგ იყო ალბათ 70-იანებში და ისა ძალიან ჭკვიანი კაცი იყო, ვიცოდი, იმიტომ რომ კულტუროლოგიც იყო და ეს მაშინაც იყვნენ კაი მეცნიერები, ყველა დარგში ცხადია და მართალია საბჭოთა კავშირი იყო, მაგრამ ნუ რაღაც ესენი იყო იქაც წვერვალები და ის კაცი ლაპარაკობდა რომ აი ისტორიაში თავარია ჩვენ არასწორად ვასწავლეთ ისტორიას სკოლებში. თავარი ის კი არ არის რომელ წელს მოხდა ისა და ამ წელს მოვიდა ეს. თავარია როგორ უნდა ვასწავლოთ ისე, აი როგორი იყო იმ დროს ეპოქის სულისკვეთება. აი ეს უნდა შევაგრძნოთ. აი მაგალითად ლუი მე-14-ის დროს, ან ნაპოლეონის დროს, ან იქა ესეთ. აი ეპოქის სულისკვეთება თავარი და ტრამპა ეს შეცვალა ჩემი აზრით. ამიტომ ვარ მე ტრამპის წინააღმდეგი. მე ვგრძნობ, შეიძლება გადაჭარბებულად, შეიძლება მიკერძებული ვარ, რომ ოდნავ ქვეყნის სულისკვეთება შეცვალა. მე ძალიან ბევრი ლათინო მეგობარი მყავს, ეგეც შეიძლება ჩემი მიკერძებულობის ის არის, მე მიყვარს თქვენ ბრძანეთ რომ ბრაზილიაში იყავით და ბრაზილიური მუსიკა არის ჩემი ყველაზე საყვარელი ბოსანოვა. არის ჩემი ცხოვრების ნაწილი. თქვენიც? არა. ჩვენი მუსიკალური გეუბნება მე გადავული თქვენს Facebook-ს. ანუ ჩემი მუსიკალური გეუბნება პრაქტიკულად კლასიკური მუსიკიდან მეტალამდე მიდის. მე ძალიან ყველაზე მაგარი მოგონება ბრაზილიიდან მუსიკალური მხრივ იყო Iron Maiden-ის და Metallica-ს კონცერტები. უბრალოდ მე დამემთხვა ისე რომ ამ 4.5 წლიდან 2.5 წელი იყო COVID და Metallica-ს ბილეთები 19-ში რო ვიყიდე, 22-ში ვიყავი კონცერტზე რა. ან გაუქმდა და მე მარტო. ხო არა, მე ძალიან მიყვარს ეს პერიოდი, ნუ რაღაც. მე ბრაზილია ძალიან მიყვარს, უბრალოდ ბოსანოვა და მე არა, საკე ხო, ვიცი ძალიან ბევრი ეგრე. ხო და საერთოდ აი ჩემი აზრით რომ აი რაღაცნაირად თუნდაც მე ხარ ძალიან უკრაინის ხარდამჭერი ვარ, ცხადია როგორც ბევრი ხო ჩვენთაგანი და სოფლიოშიც და ის სცენა რომელიც გაიმართა თეთრსახში ზელენსკის აი მოვალურ ოფისში ჩემთვის იყო აი ბოლო წეთი ტრამპთან დამოკიდებულების ხრი. ნახოთ შეიძლება არ იყოს ისეთი მე როგორც მე ფიქრობ. თქვენ ხარ რამდენიმე მომენტი ახსენეთ, რომლებიდანაც არც კი ვიცი რომ გამოვიკიდო. ერთი რომ ისტორიის სწავლება სკოლებში, ერთი ტრამპი და ერთი ამერიკა და ამერიკელები რა. ერთს ვიტყვი უბრალოდ ისტორიის სწავლება სკოლებში. ეგ ძალიან სწორი შენიშვნა. ანუ ეგ საქართველოს ისტორიას ასე ასწავლიან. ანუ მაგალითად ჩვენ ვიცით რომ თემურლენგმა 8-ჯერ ილაშქრა, მაგრამ თოხთამიშთან და ბაიაზიდთან ბრძოლის კონტექსტში იქ რა ხდებოდა, ანუ გლობალური ჯახისად მიდიოდა, ეგ არ ვიცით. მეორე მაგალითად ჩვენ ხშირად გვეუბნებიან რომ აი საქართველოს მნიშვნელობა, ასე შემდეგ, ეს ყველაფერი არის გაზვიადებული, იმიტომ რომ თუნდაც ისტორიის კონტექსტში ჩვენ არ გვასწავლიან რომ 1453 წელს კონსტანტინოპოლის დაცემის მერე და კიდევ უფრო კონსტანტინოპოლის დაცემაზე კიდევ უფრო მნიშვნელოვანი რაც იყო საქართველოს თვის. ეს იყო 1492 წელი, როდესაც კოლუმბმა აღმოაჩინა ამერიკა და როდესაც სოფლიომ აღმოაჩინა რომ თურმე მარტო ევროპა და აზია არ არის და თურმე ძალიან დიდი ოკეანეა და ამის შემდეგ ანუ
ზღვების მნიშვნელობამ, ან ხმელთაშუა ზღვის და შავი ზღვის მნიშვნელობამ კატასტროფულად დაიკლო ოკეანეებთან შედარებით და მთელი აქცენტი გადავიდა ქრისტიანული სამყაროს მთელი აქცენტი სხვათა შორის იგივე იმიტომ რომ რეკონკისტა მორჩა 1492-ში და იმავე წელს იწყება ამერიკების ათვისება გადავიდა უკვე სხვა კონტინენტებზე და სხვა ოკეანეებზე ხო მე ხდება წყნარი ოკეანის აღმოჩენა ესე ვთქვათ ევროპელების მიერ და მე ძალიან იკლებს საქართველოს მნიშვნელობა მაგიტომ აღმოჩნდით მე ჩვენ ამ თურქო-ოსმალურ გარჩევებში გამოჭყლეტილი პატარა ქვეყანა, იმიტომ რომ ეკონომიკური ინტერესიც არ იყო ლეპანტოს ბრძოლის მერე სიტყვაზე რჩება რაღაცნაირად რა, ანუ ბოლომდე კი არის, აი ევროპის ინტერესი კი არ იკლებს აქეთ რაღაც პიეტრო დე ლა ვალე შეიძლება მოდის, მაგრამ დიდი ინტერესი ხო მიუხედავად ჩვენი მცდელობისაც, ევროპელების რაღაც გარკვეული ნაწილის მცდელობისაც აღარ იყო რა და ამ კონტექსტ ჩვენ სკოლებში არ გვასწავლიან. ჩვენ გვასწავლიან რაღაც თარიღს, რომ 1121 წელს აი მოხდა დიდი ლაშქარი წავიდა რა, ეგ არ არის. შენ იმასაც კი არისა გასწავლიან, რომ აი გლობალური კონტექსტი რა იყო. გლობალური თუ არა, თუნდაც აი რეგიონალური კონტექსტი გაშალო ეგ არის რა. ეხლა რაც შეეხება ამერიკაში ცხოვრებასა და მომჯერ ამერიკაზე ვისაუბროთ და მე რა თქმა უნდა, ტრამპზე რა. ანუ აი მე მაგათად წელიწადი ვისწავლე, მე რაღაც პროგრამით ვიყავი თვენახევარი და მე უკვე ტურისტულად ვიყავი დაახლოებით 10 დღე, სულ სამჯერ ვარ ნამყოფი ამერიკაში, მაგრამ უბრალოდ ტიპაჟი ვარ ისეთი, თუ საშუალება მაქვს, ყველგან მივდივარ, რაღაცა სან-ფრანცისკოში ერთი დღე მქონდა და 29 კილომეტრი ნახევარი მოვიარე რა, ანუ რო დავუწყე ცენტრიდან, ფეხით, Golden Gate-ამდე მივედი, წამოვედი, ოღონდ აი მკვდარი მოვედი სახში, აი 30 კილომეტრამდე არა. მოგეწონა სან-ფრანცისკო. არა, სასწაული იყო, მაგრამ ანუ სულ ცდილობ ვნახო ყველაფერი რა, და ეხლა კელი მეგობრები ვერ შევიძინე, პირადად რო გითხრათ ახლა აი როგორც ხალხი კი მქონდა კონტაქტი, მაგრამ ბრაზილიელები გაცილებით რო ახლოს აღმოჩნდნენ ჩემთან, შეიძლება წლები რომ მეცხოვრა სხვანაირი ყოფილიყო, მაგრამ ანუ ამერიკელებში არის ძალიან ბევრი კარგი თვისება, რაც საქართველოში არც კი იციან, მაგალითად საქართველოში რატომღაც მიაჩნიათ ამერიკა არა ქრისტიანული ქვეყანა და აი ზე ქრისტიანული ქვეყანა, ან დაახლოებით ოფიციალურად 70%-ია მოსახლეობის მორწმუნე, მაგრამ ანუ რეალურად რო დადიან ამ ეკლესიებში და ასე შემდეგ, ან შენ რო ხედავ რა, შენი ჯგუფელი თქვათ კვირას რო იცი რომ რაღაც აუცილებლად ეკლესიაში წავა, იმიტომ რომ მორწმუნეა და ეს ოდი სხვანაირი ფენომენია. იქ არის თქვათ ბაპტისტი მქადაგებლები არიან, რომ ტელეკადაგებები რო არის რა, ამას გულისხმობ, მეგა ეკლესიები, მეგა ჩერჩი რაც არის 10,000 ადამიანი რამდენი იყო. ხო, მაგრამ ანუ ამერიკა არის ძალიან მაგარი ქვეყანა რა მხრივ. ენიშების დასახლებაშიც რო ვარ ნამყოფი პენსილვანიასთან და იქაც ყოფილი ხარ? კი, ჩარჩენილი არიან მე-17 საუკუნეში. ლაპარაკობენ ძველ რაღაცა გერმანულ, ჰოლანდიურ დიალექტზე რა და ანუ დღემდე გამოსცემენ გაზეთს ქვია ბოტშაფტ რა, გზავნილი. ჩამოგთ ხოლმე რაღაც საჭმელები ზოგჯერ DC-ში ესე ჩაცმულები არიან. კი, ძალიან ისა და ამავე დროს ახლა კალიფორნია, რომელიც აი აბსოლუტურად განსხვავდება თქვა იმიშების სოფლისაგან თუ რაღაც კანზასი და კოლორადოსაგან რა და ანუ აი ძალიან ჭრელი ქვეყანა. ძალიან მრავალფეროვანი. მეგობრები სამწუხაროდ ახლა მე ამერიკელი მეგობრები. არა, დრო უნდა იცით ახლა თქვენ ერთი წელი მაინც სოციალური კონტაქტებიც ცოტა. ცოტა, ხო. ჯერთი ხარ 350 მილიონია დაახლოებით მესამე ქვეყანა მოსახლეობა. ნუ ახლა ის რომ განსხვავებულია ეთნიკურად, რასობრივად და რაღაცა. ჩვენ მაინც ახლა ეგეც უნდა ვაღიარო, მე რახან თქვი რომ მეგობრები შევიძინეთ. იმ ოჯახებში ერთი კომპონენტი არის ხოლმე ან მედიტერანიული, ან ლათინური. მაგათაც ფლორიდაში ხართ, ხო? ჩვენ არა, იმაში ვარ, DC-ში ვარ. DC-ში, ჩვენ ვაშინგტონში ვარ. მაგრამ იქ, აი ვთქვათ, ერთი ჩვენი ძალიან ახლობელი. ნუ DC ძალიან ინტერნაციონალურია. ხო, ძალიან. ერთი, ესე იგი, ჩვენი წყვილი არის ქმარი ამერიკელია, მაგრამ დედა ესპანელი ყავს და ცოლი კოლუმბიელია. ეს ელემენტი ძალიან მაინც ჩემთვის პირადად ნანასთვისაც. შემდეგ არა, მე ლათინოსებთან გაცილებით აი ის რა. ეგრევე აგებრა კონტაქტებს რა. ხო, აი ეგ არის, ხო. ამერიკელებში მე ამას გულისხმობ, ხე ისინიც ამერიკელები არიან, მაგრამ მაინც ამ იმას კულტურულ კომპონენტს აქვს. ეგ არის ამერიკის ხიბლი რა, melting pot, ანუ აბსოლუტურად. ქვაბი, რომელშიც ყველა და ყველაფერი იხარშება, არ კარგავს თავის
იდენტობას, აი ეს ბოდვა რო დააჯერეს ჩვენ ხალხს, აი ეს მეზიზღება, რომ ვითომ ვინმე იდენტობას აქ გაკარგვინებს. აქ კი არა, იმიშები 4 საუკუნეა ჩავიდნენ. ჰოლანდიის თუ გერმანიის მოსახლეობიდან რა? დღემდე თავიანთი იდენტობა აქვს. შენი იდენტობის დასაკარგად აქ ვინ ჩამოვა, რატო ჩამოვა, ანუ რა ის ამერიკის ხიბლი აქ არის რა. აბსოლუტურად. აი ძალიან აბსოლუტურად სწორი აღნიშნეთ, რომ აი ეს თავისი ამას თავისი უდიდესი რაღაცა ხიბლი, აი ამ მრავალ კულტურულობას და მრავალ ეთნიკურობას. აი თავისთავად ეს ფენომენი იმდენად ძლიერია ჩემთვის რომ აი რაღაცეთ მე ძალიან მოიხიბლა, ამაში რომ გავითქვი, იმიტომ რომ მაინც მონონაციაში ცხოვრობდი. ხათა შორის ბრაზილია მოგეწონებათ, იმიტომ მანდაც ითქვიფები რა. ანუ ხმა რო არ ამოიღო, დავუშვათ პორტუგალიური არის. ხმას თუ არ ამოიღებ, კაცშვილი ვერ გაარჩევს, შენ ბრაზილიელი ხარ თუ არა, იმიტომ რომ სან-პაულუ არის იაპონიის გარეთ ყველაზე დიდი ქალაქი იაპონელებით, ხო? ძალიან ბევრი იაპონელი ცხოვრობს. ნუ ახლა იტალიელებს და გერმანელებს აფრისავთ, ბლუმენაუ არის ეგეთი ქალაქი, სადაც ქალბატონს სუვენირის მაღაზიაში გერმანულად ველაპარაკე რა, ძალიან. ხო, გერმანული ემიგრაციის ახლა ვიღაცებმა შეიძლება მოისმინონ, ჩაიცნოთ, მაგრამ გერმანული ემიგრაციის ორი ტალღა იყო და 1945 წლის მერე ემიგრაცია გაცილებით მცირე იყო, ვიდრე პირველი ემიგრაციის ტალღა, როდესაც უბრალოდ სიღარიბის გამოტოვებდნენ თავიანთ ქვეყნებს იტალიელებიც და გერმანელები და ძალიან აი მრავალნაციონალური ქვეყანაა ეგეც რა. აი სომხური ეკლესია დგას მაგალითად სან-პაულოში, უბანისა არმენია და რაღაცა. ჩემი ოცნება ბრაზილიაში დავით. ეხლა წელს ვიყავით ჩვენ. აი მოვლილი მოქცა. არგენტინაში ვიყავით და იმაში ურუგვაიში უბრალოდ. არგენტინაში სად? ბუენოს-აირესში ვიყავით და всё. და იქით ურუგვაიში წავედით მონტევიდეოში და ზღვისპირას. არგენტინა მოვლილი მოქ პატაგონიიდან მოყოლებული ბუენოს-აირესამდე. პატარა ის ქონდა შუალ. სულ ვორჭოფოი წავიდეთ თუ არ წავიდეთ, შორია და თბილი ტანსაცმელი წაიღო. მე მინდოდა რომ აი რაღაცა ეკვატორი გადამელახა, არასდროს არ გადამილახავს მანამდე, ხო? აი თქვენ ახლა ბრაზილიაში გიცხოვრიეთ და გადავალ მე არასდროს ამე ეკვადორში ძალიან ბევრი არ მიმოგზაურია, მაგრამ ნუ ყოფილვარ ხე იაპონიაშიც. ეკვადორში არ ყოფილ ხარ ნულოვან მე. ეკვადორშიც არ ყოფილ. ჩვენ ვიყავით ყველაზე უფრო სამხრეთით მანამდე ბელიში და ნიკარაგუაში არა და გვერდზე რა ქვეყანა დამოაწყო. ერთ-ერთი და მაგრამ ეკვადორი არ გადამეკვეთია ეკვადორი და მინდოდა გადამეკვეთა. ზამთარში ვიყავით ამერიკულ ზამთარში, ესე იგი ზაფხული იყო. კი, მესმის. ხო, ნუ ეგეც უნდა დაამთხევი განსხვავ. კაი, ეხლა აი კულტურულ თავისუფლებას ვლაპარაკობთ ამერიკის და თქვენ თქვით, რომ რაღაც ტრამპმა შეცვალა თუ ცვლის რაღაც ამერიკის კულტურულ კოდს, ხო და ანუ აი რა გამხრივ უკვე. მე კი ხვდები მიახლოებით, მაგრამ იცით რა კულტურული კოდი შეიძლება ცოტა ძლიერი იყოს, მაგრამ აი სულისკვეთება რაღაცნაირად ქვეყანაში შეცვალა. ჩემთვის ახლა ემიგრანტების მიმართ მიდგომა. ემიგრანტების მიდგომას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. ჩემთვის პირადად, იცით აი ლათინურ მოსახლეებს რომ მხოლოდ იმიტომ რომ აჩერებენ რომ სახე აქვთ, ნუ ცნობ ახლა ლათინო ამერიკას თუ ძლიერი კომპონენტი აქვს ინდიური ვთქვათ, ხო? ხვდები, ხო? მაშინ ხვდები რომ ეს არის და ჯერ ბევრი ამერიკელს აჩერებენ მოქალაქეს, უტყვილა მიყავთ მე ციხეში და მე უშვებენ ძირითადად, მაგრამ ვიღაცა მოხვედრია. ეს რაღაც ძალიან ის არის ისეთი შრომის მოყვარე ხალხია ეს. ესენი კი ზოგიერთი უსაბუთოდ არის, მაგრამ საბუთიანებსაც აჩერებენ. ეს არ არის ამერიკის ჩემი აზრით, მე როგორც ვიცი, შეიძლება მე სწარი წარმოდგენა მაქვს, მაგრამ ეგ ქვეყანა ხო ესე აშენდა, რომელიც პირიქით იზიდავდა ხო ემიგრაციას, როგორი ის იყო ხო, რომ ჩამოდიოდნენ. გასაგები რომ ცუდი არალეგალური იმიგრაცია და ამას უნდა მიეხედოს. ეს ფაქტია, რა თქმა უნდა, მაგრამ ფორმებს ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, იმიტომ რომ ფორმა მნიშვნელოვანია, იცით, აი ეს ფორმა სწორედ ცვლის აი ამ სულისკვეთებას ჩემი აზრით. ანუ პრობლემის არსებობას ეთანხმებით, უბრალოდ პრობლემის მოგვარების პრობლემა, რა თქმა უნდა, პრობლემა არის, რა თქმა უნდა. უბრალოდ ეგეც უნდა ითქვას, რომ ამ ხალხს ეკონომიკაში შეაქვს დიდი წვლილი, იმიტომ რომ დათვალეს რაღაც, მე არ ვარ ეკონომისტი, მაგრამ რომ ისინი ტაქსებსაც ეხდიან და ეხლა ხა გამოვიდა თუ არ ზევი ვაშინგტონ პოსტში სადღაც სტატია, არ მახსოვს საწავ გითხო, რომ შინას გეტყვით, რომ ანუ ტეხასში და სამხრეთულ შტატებში უკვე არის ნაკლებობა მუშახელის და ფერმერებს
ფერმერულ მეურნეობებს შეიძლება ჩაუვარდეს სეზონი რა და ზუსტად ამას უკავშირდება რომ რეალურად ეს არალეგალებიც კი აქტიურად მონაწილეობდნენ ეკონომიკაში ანუ ესენი საჭირო იყვნენ რა თქმა უნდა ზურაბ მე რო დავდივარ ვაშინგტონში ძალიან აქტიურად მიდის მშენებლობა ამის არის როგორც თბილისში მშენებლობებშიც მათ შორის იმიტომ რომ ხელობა ცოტა სულ ლეგენი არის აი დილის 7 საათზე ფუტკრებივით გადიან იქაც ველოსიპედი დავდივარ და ხვდებიან ისეთი ჯერ ისე მიყვარს ეს ვესალმები რაღაც და ძალიან მიყვარს ეგენი და მე რესტორანში მომტანები ყველანი აი ესეთ სამუშაოს რომელზეც ვთქვათ მკვიდრი ამერიკელი რომელიც შობლებით და თაობებით ცხოვრობენ აღარ მიდიან იმ ხელფასებზე ამიტომ ეს მარტო ის არ არის ეკონომიკური ისიც არის ამაში ელემენტი რა ეგეც ალკე მე იცით მე ძალიან რახან ლაპარაკობ ტრამპზე არის რამდენად საინტერესო არ ვიცი უბრალოდ მე ჩემთვის ეგ ძალიან ის არის რაღაცნაირად გულს დგენს აი სცენა ზელენსკისთან ჩემთვის იყო რაღაცა შოკის მომგრელი იმიტომ რომ ეგ არ არის ისე ამერიკული სულისკვეთება რომ შენ ელაპარაკები პრეზიდენტს ქვეყნისა რომელიც ასე დღეშია და რაღაცა ეს ხო გუნდურითანაც გუნდური თავდასხმა იყო არა მარტო ჩართულიყო ხო არა მარტო ტრამპი სხვაშორის ყველაზე კიდევ უფრო რბილად ელაპარაკებოდა ასე თუ ისე მაგრამ ეს ვიცე-პრეზიდენტი სხვებიც იქ ვინც ხედავენ ვიღაცამ ეს პიჯაკის არ ქონა დაუწუნა ეს იყო ჩემთვის ისეთი არაამერიკული აი მე რაც მესმის ისე ვიმეორებ შეიძლება მე გაისამაკ ვარდისფერ ტონებში და არასწორ ტონებში უბრალოდ ვარდისფერ ჩემთვის მაგრამ ხედავდი მაგრამ ეს ჩემთვის დამდგრელი სცენა იყო ეხლა სხვა შეიცვალა კიდე აი მაგის მომდო სამაგერად რეალობა მე მაინც შეიცვალა შეიძლება ფორმები მიუღებელი იყოს უბრალოდ აი მე მაგალითად შუაში ვარ რა ჯერ საერთოდ როგორ თქვა რა როგორ უნდა ვიყო თქვა მომხრე ან მოწინააღმდეგე უცხო ქვეყნის პრეზიდენტის მოდი ესე შევხედავ მე ვხვდები ბუნებრივი ამერიკის გლობალურ როლს და დიდი ხანი დარჩება ამერიკას ეს გლობალური როლი მაგრამ მე მაინც უფრო მაინტერესებს მოვლენები რომლებიც აქ ხდება ხო აქ ცხოვრობ შვილებს ზრდი და ასე შემდეგ რა მაგრამ აი ეს მეტნაკლებად ნეიტრალური თვალსაზრისით დავაკვირდე და პრობლემები რომელთა ესე ვთქვათ გადაჭრა მას უნდა ეს პრობლემები არსებობს შეიძლება ფორმაში არ ეთანხმო ახლა თქვენ სამოთო სიტყვაზე არალეგალური მიგრაციის პრობლემა არსებობს უბრალოდ ის სხვანაირად უნდა მოგვეღოს ასევე არსებობს სავაჭრო დეფიციტის პრობლემაც და თუნდაც ის რომ ჩინეთის როლი ძალიან გაიზარდა მსოფლიო ეკონომიკაში და აი ეს როლის ზრდა აი სუდი რაში შეიძლება იყოს ასე ვთქვათ საფრთხის შემცველი რომ რუსეთს ყველანაირად ხელს უწყობდნენ რომ მოდი რა ივაჭრე განვითარდი რავი მერსედესი იყიდე იგრიანე იყავი შენთვის რა და რუსეთმა ეს ყველაფერი თავისი მენტალობიდან გამომდინარე ოღონდ გამოიყენა იმაში რომ მერსედესის ნაცვლად ტანკი აეგო და ამ ტანკით შეჯილგინებულიყო მეზობელ ქვეყნებში რა ნუ ალბათ გაგვიმართლა რომ ჩინეთის მენტალობა გაცილებით უფრო სხვა არის და არ არის ეს რაღაცა პატარა ძლეომოსილი ომები და რაღაცა სტუპალა ნაგა რუსკავა სოლდატა ეს რუსი ჯარისკაცის ფეხის დადგმა რომ მნიშვნელოვანია რუსებისთვის აქ ჩინელებისთვის შეიძლება ეს არ არის მნიშვნელოვანი მაგრამ აქ საფრთხე მაინც იმაშია რომ გლობალური ბალანსი თუ ძალიან შეიცვალა მე შეიძლება გაუჩნდეთ სურვილი ანუ თვად საფუძველ მოკლებული ეს არა ამაში ეგ აბსოლუტურად ამაში რაღაც არა ამაში აბსოლუტურად ჩინეთი არის პრობლემა მე არაფერი საწინააღმდეგო ჩინელების მიმართ როგორც რა თქმა უნდა არა ცხაი არა უბრალოდ მაინც უნდა ითქვას ეგ რომ ამაში არ და ხო უბრალოდ როგორც ქვეყანა მაინც არ არის კაი ქვეყანა ჩინეთი ხო რა თქმა უნდა ამას ლაპარაკი მე მყავს სამსახურში ყოველ მეორე ოთახში ჩინელი ემიგრანტია რომლებიც გამოიხსნენ იმ ქვეყნიდან ხო მორალური კლიმატი ქვეყანაში და ჩინეთი არის პრობლემა და სულ უფრო ჩემი აზრით მე რა ტრამპს უწუნებ იმას რასაც ეს აკეთებს მოიტანს თუ არა ეს სწორ შედეგს იმიტომ რომ მანამდე პრეზიდენტები ცდილობდნენ ჩვენ მაგალითად ნასაში გვაქვს ჩინელებთან აკრძალული ყოველგვარი თანამშრომლობა
უკვე დიდი ხანია. უკვე 10-20 წელია, იმიტომ რომ ისინი რაღაც ტექნოლოგიური რაღაცებს ჩინელებთან ჩინეთის სახელმწიფოსთან ჯგუფში ყაზა რა თქმა უნდა, ხო, ამიტომ ეს პრობლემა არსებობს. ეხლა მაგალითად ჩემ არგუმენტად მოვიშველებ. მასკიც ისიც არა ვარ დიდი კომაგი, მაგრამ მასკმა დაწერა ტვიტი დღეს, რომ დიდი შეცდომაა, რომ ტრამპის ადმინისტრაცია არაპირებს განავითაროს მზის და ბატარეებს ნახეთ ხო ეს ტვიტი, ხო, იმიტომ რომ ეხლა რაღაცა შეამცირეს. არა არ იცის, მაგრამ ბევრი რამე იცით, აი გმაწუხებს მე. მზის ტურბინებზე იძახის, რომ მზის კი არა, ქარის იმაზე, რომ კიბოს რაღაც, ნუ არც მინდა ამის ლაპარაკი. ეგ უფრო კენედი უმცროსი სპეციფიკაცია, ეგეთი რაღაც. აი ეს ხო დანიშნა ისეთი ხალხი. კენედი უმცროსის დაყენება შეიძლება იმპოსტერ რომ მან ალბათ უფრო არის პოლიტიკური მიზანშეწონილობა კენედი უმცროსმა მოუტანა ხმები ხო მაგრამ ნუ შეუძლია გადააგდო მაგას სხვების და გადაეგდო ეგ მასკი ხო გადააგდო ბოლ თუ რაღაცა ხო იჭუბეს არა მასკთან იყო აი ზუსტად აი ამ კანონთან დაკავშირებით ამაზე მინდოდა მეკითხა დაპირისპირება იყო big beautiful bill-თან დაკავშირებით ხა რას ეს კანონი რომელიც მათ შორის ძალიან ურტყამს განახლებადი ენერგიის წყაროებს და სუბსიდირებას ელექტრომანქანების და ასე შემდეგ ნუ ამასთან დაკავშირებით ესე ვთქვათ მოვიდათ უთანხმოება ხო ამაზე ძირითადად კი მასკს ეს ურტყავს რაღაც და მაგრამ ეს კანონი სხვათა შორის რეალურად ურტყამს ასევე სოციალური დახმარების პროგრამებს მედიკეიტს ურტყამს და მედიკეიტს ურტყავს ძალიან ხო შემდეგ რა იგივე ჩრდილო კაროლინას რესპუბლიკელი გუბერნატორი კი არა უკაცრავად სენატორი გამოვიდა უკვე ტრამპის ნამდვილად მან უკვე აქაც გაყოფა ხდება ხო ღვევის ხაზები აქაც არა მიცით ეს განახლებადი ენერგიის განვითარება აუცილებელია იყოს მოიხმარონ ეს ბენზინი კიდევ დიდხანს იქნება ასე თქვა და იყოს მაგის ხმარებას და გაიზარდოს მოხმარება ამერიკაში ძალიან კაი იქნება ეგ მაგრამ ის რომ ახლა ჩინელები აკეთებენ ისეთ ბატარეებს რომლებიც იტანება აწუჩი იმისგან გასხვავებთ რომ საათები ჭირდება და ამ ტექნოლოგიებზე მუშაობენ ამაში ჭირდება მეცნიერებას ჭირდება ზურა განვითარება და ის ამცირებს აი კიდევ ჩემი ტრამპის წინააღმდეგ არგუმენტი სერიოზულად აი ეს უკვე პირველ წყაროა 50%-ით მცირდება NASA-ს მან სხვა შორის იყო რომან ტელესკოპი 80%-ით როა დასრულებული და ის 20% აღარისა იძლევა ზუსტად 50%-ით მცირდება NASA-ს მეცნიერება. ხა მე ისეთ პროექტზე მუშაობ, რომელსაც თქვათ იმდენად ისე არ შეეხება შეელფსირება. ესე იგი 50% მეცნიერებას, მაგრამ აი ეს ხო იცით როგორი ხასიათის არის, მაგას უყვარს გაფრინდნენ მარსზე, ეს მასკის ისიც იყო იდეაც, ესეთ რაკეტებზე და იმას შედარებით ნაკლებად. მე ისეთ პროექტზე მუშაობ, რომელიც მარსზე აპირებს მომავალში გაგზავნას. არტემის ქვია, ეს არის უკვე ერთი ეტაპი გავლილია, წავიდა თანამგზავრი შემოუარა თუ არის დაბრუნდა. მეორე ეტაპი იქნება წავიდეს თანამგზავრი ხალხიანი, შემოუაროს თუ არის დაბრუნდეს. მესამე იქნება წავა ხალხი თვარეზე დაჯდება და ჩაუფრინდება, როგორც აპოლო იყო 60-იან წლების ბოლოს. და მერე უკვე მარსზე იფიქრებენ. ამ პროექტს არაფერი ისეთი არ ემუქრება, იმიტომ რომ ამის დაფინანსება იქნება. ამიტომ ჩემ პერსონალური ის არ მაქვს. მაგრამ სხვა მეცნიერებებს კვეცავენ და ეგ არ არის სწორი. National Science Foundations ამცირებს ძალიან დრამატულად. ჩვენ სფეროში კონფერენციები მომავალ წელს აღარ იქნება. ზოგიერთი საერთოდ შეუძლებელი იქნება ჩატრები, იმიტომ რომ მას აფინანსებდა ეს. აი ესეთი რაღაცები. მას აქვს ერთი რამ, რომ ის ზოგჯერ უკან იხევს და ხო, მე უბრალოდ ხა ნუ ასაკის ისეთი აღარ აქვს. საერთოდ მე პერსონალურად არ მაქვს მის მიმართ რაღაც ისა. უბრალოდ ჩემ არც გონია რომ რაღაც ძალიან უარყოფითი კაცი იყოს. უბრალოდ მაგას თვითონ ექსპერტიზა აკლია. ბევრ ამეში. ნუ ეხა ექსპერტი და პრეზიდენტი არა იცით აი ეს რა თქმა ობამა ზაბერი გააფუჭა საერთოდ ურთიერთობა ობამამ რო გააფუჭა ეგრე არა
მაგრამ ამის გამონათქვამებიც მე მაშინებდა. ეხლა კი მიაქვს უკან მე ბევრი რამე, აი ნატოსთან დაკავშირებით, ხო? რა, იცით რა, გამონათქვამსაც აქვს დიდი ძალა. აი ამერიკის პრეზიდენტი რო ერთხელ იტყვის, მე რომც მოაბრუნოს. ეს უკვე დიდი რამეა. აი არ შეიძლება ესე, აი უფრო დაფიქრებული უნდა იყოს. ნუ ახლა ბოლო მე მაგას ყველაფერს ვაპატიებ თუ რუსეთი მოგვაცილა თუ დანჩენი თავრიგა. აი ამაში ეგ თუ გააკეთე. მე აქაც მეორე მხრიდან უყურებ. მე მგონია რომ რუსეთიც თავის თავს თავად მოიცილებს, ანუ ყოველთვის რუსეთი ებმება ხოლმე ისეთ ხაფანგში ან ისეთ წარმოუდგენელ დაბრკოლებას აუშენებს საკუთარ თავს. აი რომელიც საერთოდ არა საჭირო ან საერთოდ რაღაც სისულელეებს ამ შემთხვევაში აღარ უნდა გადაარჩინოს დასავლეთმა ისე როგორც გადაარჩინა საბჭოთა კავშირის დანგრევის მერე. თქვენ კულტურა გიყვართ რა და აივაზოვსკის ნახატ კი ნანახი არა მეცხრე ტალღა არა. როგორ ურიგებს ამერიკა შიერ რუს გლეხებს დახმარებას? არის აივაზოვსკის ნახატი ეგეთი. კი, ანუ ამერიკელებმა რამდენჯერმე გადაარჩინეს რუსების შიმშილს და ანუ დასავლეთმაც რამდენჯერმე დახმარების ხელი გაუწოდა. არა, მე კი არ მინდა მეწოდება ის ხალხი, რომელიც მოკვდება, უბრალოდ როგორც სახელმწიფო, როგორც სისტემა, ბოროტების წყარო. ციხე ხალხებს. იმიტომ რომ ეხლანდელი რუსეთი და საბჭოთა კავშირიც ეგრე იყო, მაგრამ მე დავიბადე 57-ში და ბოლო წლები სხვანაირი იყო, იცით, საბჭოთა კავშირი რომ მოდუნდა და დაინგრა, აღარ იყო ეგეთი ბოროტების წყარო. და იმიტომაც დაინგრა შეიძლება. სწორედ. მაგრამ რუსეთის წინ ეგეთი ბოროტება არის. აღარ იყო, სულ იყო ბოროტება, ხო? რუსეთის სულ იყო ბოროტები, როგორც სახელმწიფო, ბოროტები. რუსეთის სულ იყო ტერიტორიის გაფართოებაზე ორიენტირებული და არა ტერიტორიის განვითარებაზე. ეგ იყო, რომ როგორც კი ახალ ტერიტორიას შეერთებდნენ, კიდე ახალის შეძენაზე იყო ორიენტაცია და არა იმაზე, რომ მოდი რაც შევიძინეთ, შევირგოთ და განვავითაროთ და ამიტომაა, რომ პირობითად ან ნავთობით და გაზით მდიდარი რუსული რეგიონები არიან ხშირ შემთხვევაში ყველაზე ღარიბი რუსული რეგიონები. ხო, ანუ არავინ არ ზრუნავს მათ განვითარებას. აი, როიცოდეთ ერთი სტატისტიკა საინტერესო, რომ უკრაინაში ომმა შეამცირა რუსეთში სიღარიბე. ოღონდ რითი შემცირდა, იცით? ეს ღარიბები ვინც იყვენ აი ნაციონალურ რეგიონებში ტყვეზე, ხანტი-მანსიისკის ავტონომიურ ოლქში თუ სხვა რეგიონებში, იგივე დაღესტანიდან იყო ბევრი საკმაოდ. ყველა ეს ღარიბი დააჭერინეს ავტომატი ხელში, მისცეს დაუშვათ 14000-დან $30000-მდე თანხა პირველ კონტრაქტის გაფორმების ბონუსი, მოდი ესე ვთქვათ და გაუშვეს ომში. ომში ძალიან დიდი დანაკარგები აქვს, რეალურად მილიონსაა გადაჭარბებული და მაგრამ სამაგიეროდ ოჯახები რაღაც ხანი გამდიდრდნენ რა, ანუ აი ეს მანქანები დააურიგეს. ანუ წარმოგიდგენთ სიკვდილის, მარჩენალის სიკვდილის გზით ოჯახები ხშირ შემთხვევაში ამოვიდნენ სიღარიბიდან, რომელშიც ცხოვრობდნენ რა, ანუ აგეთ ქვეყანა რუსეთი. ვერ შეიცვალა რუსეთი, როგორი ის არის, ეხლაც ყველაფერი იქიდან მოდის სამწუხაროდ. და რუსეთი ხო საინტერესოა, ანუ რუსები თავიანთი მენტალობით და თუნდაც გენეტიკური იმით უფრო ევროპელები არიან რა. რა თქმა უნდა. ესენი არ არის მონღოლების მე უბრალოდ იმდენად აზიატური დესპოტია გახდა სახელმწიფო, თორემ თავია ცხოვრებისეული წესით, ხო? რუსი და პირობითად, რავი, სლოვაკი შეიძლება მენტალურად უფრო ახალ. არა, მაგათ პირველი მაგათი ხელმძღვანელი მეფეები ძველ დროს, მაგათ ხო ჩამოიურიკა სკანდინავები იყვნენ. და დიდი ახლა მაგათთან კომპონენტი. სახელი რუსიც, უშუალოდ რუს. მოდის ფინო-უგორული რა, ეგეც რა. ძალიან ჩემი აზრით პუტინი საერთოდ ეხლა საბოლოოდ ანგრევს რუსეთს, იმიტომ რომ ეს ყველაზე საშინელება იყო კომუნისტების დროს გაჟლიტეს საუკეთესო ნაწილი, ხო, ერის და წავიდა და ეხლა ეს პუტინი კიდე ბოლო ანუ ლურსმანს არჭობს. უბრალოდ გრძელ პერსპექტივაში აბსოლუტურად მართალია, რომ ეს ყველაფერი თვით ლიკვიდაციით დამთავრდება, ასე ვთქვათ. მაგრამ აი მანამდე რამდენ უბედურებას მოგვიტანს და მოუტანს მე ჩვენ უნდა როგორმე გავძლოთ ეგა. მან რუსეთთან კიდე ერთი პრობლემა ისაა, რომ აი ბიბლიური ლეგენდა რო გავიხსენოთ, ანუ 7 მაძღარი წელი და ანუ 7 მსუქანი ძროხა, 7 მჭლე ძროხა, 7 მაძღარი წელიწადი და 7 მშიერი წელიწადი. ამათ აი მაძღრობის წლები რო ქონდათ, რაში დახარჯეს, ხო? ანუ აი უყურეთ
ოლიმპიადა მსოფლიო ჩემპიონატი ჩაატარეს, რომელიც მისკენ იყო მიმართული რუსეთის იმიჯი გაიუმჯობესებინა, რომ რუსეთი მსოფლიოს დაენახა როგორც კარგი ქვეყანა, სადაც კარგი რაღაცები ხდება. მერე, 2008-ში ომი მსოფლიო სამწუხაროდ დიდად ვერ შეიმჩნია, მაგრამ ამის მერე 2014-ში რუსეთის შეჭრა უკრაინაში, 2000 და ყირიმის ოკუპაცია, 2022-ში ფართომასშტაბიანი ომი უკრაინაში, ან ამ ოლიმპიადას რატო ატარებ იმიჯის გასაუმჯობესებლად? ან მე ამ იმიჯს ისე როგორ ილახავ, რომ ირგულივ რაღაც ნიკარაგუა ჩრდილო კორეის გარდა არავინ შემოგრჩება და ისინი ფულის ხათრით არიან შენთან, თორე იდეოლოგიურად საერთოდ, ჩრდილო კორეა არის კომუნისტური დიქტატურა, ესე ვთქვათ. აქ კომუნიზმიც კი არსად არა, ხო, უბრალოდ დიქტატურაა და არ შეესაბამება ეს ერთ-ერთ მეორეს და აწიეს 7 მაძღაერწელი ამათ სავარაუდოდ არ იქნება. რა თქმა უნდა, არა, მე ვიცი პუტინის უბადრუკი მსოფლმხედველობის ადამიანს რაიმე პოზიტიურის გაკეთება არ შეუძლია. იმიტომაც უნდა ომი და რაღაც. არ შეუძლია, არაფრით მაგან ჩეჩნეთი დაანგრია, თავიდან რომ მოვიდა, მე დაიწყო ეს ომები, ხო, ჩვენთან მე უკრაინას შევიდა 14-ში, ყირიმში, მე ახლა კიდე უკრაინაში, ხო? ერთადერთი მაგის, ეს საქმე და კი ამბობს დასტупит нога русского солдата там Россия. ესეთი მსოფლმხედველობით როგორ შეიძლება ქვეყანა ასე. დიდი შანსია დაამთავროს ნიკოლოზ პირველივით. ყირიმის ომი რომ წააგო აი ნიკოლოზევით რა. საშინელი მეფე იყო ისა. რომელსაც ასევე ქონდა რაღაც ყველა ყველაფერი ქონდა იმისთვის, რომ ქვეყანა გამხდარიყო პროგრესული, წარმატებული, ასე შემდეგ და ყველაფერი შეალია ერთ ომს, რომლის გამომბოში უბრალოდ დაუმტკიცეს, რომ იცი რა, მთლად ომი არ არის შენი საქმე რა, თუ ყოველას წინააღმდეგ იომებ, წააგებ და წააგო კიდევაც და შემდეგ მალევე გარდაიცვალა რა. დაახლოებით ეგ ვარიანტი. მე ერთადერთი კიდე რა არგუმენტად მომყავდა, ვთქვათ, დასაცავად წინა ხელისუფლების მიუხედავად აღიარების პრობლემების სერიოზულის, რომ ჩემი აზრით სწორი იყო აი რუსეთთან ეს მუდმივი პაექრობა. იმიტომ რომ აი პაექრობაში შენ მაქსიმალურ დისტანციას აჭერინებ. როდესაც იყო ეს საქმე ისინი რომ დაიჭირეს ჯაშუშები ესე რომ წაიყვანეს იმითი ესენა შეცდომა და არ იყო ჩემი აზრით შეცდომა ესე უნდა რუსეთი ესეთი მოპყრობის დროს უფრო მორიდებულად გეპყრობა როდესაც შენ პირიქით უყვაებ როგორც ესენი აკეთებენ არა უარეს გიკეთებს განგრევს საერთოდ სული რუსეთს აქვს გოპნიკის მენტალიტეტი როდესაც თუ პასუხი არ გაეცა შეიძლება უარესად მოიქცეს და ჩემი ერთ-ერთი შიში ისაა, რომ უკრაინაში საბოლოო წარუმატებლობის შემთხვევაში შეიძლება პატარა და ძლევა მოსილი ომი მაინც დაჭირდეს, იმიტომ რომ რუსეთი საბოლოოდ მაინც ამათ ვერ ენდობა. ელემენტარულს გეტყვით, ამათ რუსული არ იციან. თქვენ ყაბახეძემ არა, ის რუსული რაც უნდა იცოდეს არ იცის რა, მაგრამ ეგ ახლა ცოტა ისეთია რა, თურმეობითში მოგვიწევს საუბარი რა, როგორ წავა რა წავა. მეორე მხრივ ღია დაპირისპირებაში შესვლა რო შეგეძლოს ამისთვის რაღაც მატერიალურ-ტექნიკური ბაზაც უნდა გქონდეს რა, და ჩვენ ახლა ეგეთი ტექნიკური ბაზა არა გვაქვს რა, ჩვენ როგორც სახელმწიფო მე მგონია რომ უკვე რეგიონში ყველაზე სუსტები ვართ. არა და ეს თვითმეყენებული ზიანია, ეგრე ხო არ იყო. მაგრამ ეგ სიტუაცია რაც წამით მინდა ახ პოლიტიკას შევეშვათ მარსზე საუბრობდით და ამ შესაძლებლობით უნდა ვიზე მასკზე? მარსზე. მარსზე. შეგიძლია მასკზეც გადავიდეთ, მაგრამ ამ შესაძლებლობით უნდა ვისაუბროთ. მარსზე, აპირებენ წასვლას ადამიანების მისიან. ხო, აი როგორია მიახლოებითი დროითი რა ეს ეგრე იყო თავიდან. იმიტომ რომ მან ხომ არა მარტო სიტყვაზე კოსმოსური ხომალდისთვის არსებული შეზღუდვები, მან და ის რომ ადამიანის ბიოლოგიაც არა მოწყობილი. რა თქმა უნდა, ეს ზუსტად ის თქვით, ის თქვა, სწორედ ჩემი ჯგუფის მუშაობა ამ ადამიანისთვის საფრთხეების დაცვის სთვის არის მიმართული. ბიოლოგია კი არ არის აქ, ბიოლოგიაში კი არ არის საქმე. როდესაც ძეზე ხდება აალება და ეს მოდის იქიდან ეს ნაწილაკები. ეგენი ძალიან ენერგიულია. აი ეს ენერგიებია პროტონების, რომელთაც კიბოს კლავენ 500 მეგაელექტრონვატია.
კიბოს უჯრედებს კლავენ მედიცინაში, ესე იგი ანგრევს ადამიანს. ამიტომ ეს გამოსხივებას უნდა თავი არის. და ჩვენი ამოცანა, ჩვენი ჯგუფის მოდელები გვაქვს, როგორ ვიწინასწარმეტყველოთ, როდის შეიძლება ესეთი აფეთქება მოხდეს, რომ იმ დროს ან არ გავიდნენ ღია კოსმოსში, ან რაღაც დაცვით ისინი მოიფიქრონ. რაც შეეხება დროისში გასვლას, მე რო დავიწყე ამ პროექტზე მუშაობა 1-10 წლის წინ, იყო ესე, რომ აი ამ მომენტისთვის უკვე ამ არტემისის 27-28-თვის უნდა მორჩენილიყო მესამე ეტაპი, მთვარეზე გაფრენა და წამოსვლა და 32-ში იყო დანიშნული წასვლა მარსზე, 22-23 ეტაპში. წასვლა უკვე გაფრენა მარსზე. ეხლა უნდა მთვარეზე ისევ ის გაიმეორონ, როგორც ვარჯიში, ასე ვთქვათ, მარსზე წასვლისთვის. მთვარეზე ბევრად პროახლოა და პირველ ადგილია ამასობაში დაამუშავებდნენ, იმიტომ რომ ბევრი რამე რაც იყო როდესაც პირველად გაფრინდა აპოლოები, ის დაივიწყა, ხო, ჯერ ის შეიცვალა ტექნოლოგიები, ბევრი რამე შეიცვალა და დავიწყებულია, ასე ვთქვათ, ეს ისა. მაშინ რაღაც ისე ძალიან ენერგიული კენედიმ დაიწყო ეს პროგრამა და ისე შეასრულეს ფონ ბრაუნი ყავდათ ის გენიოსი ინჟინერი, რომელმაც გაუკეთა ეს პროგრამა. ამის მერე არ იყო აქცენტი ამებზე, ასე შორფრენებზე შეწყვიტეს სამწუხაროდ, როდესაც ხდება რაღაცნაირად მეცნიერული მეხსიერებაც არსებობს, რომ აი იკლებს თუ არა მუდმივად არ ხდება განახლება ტექნოლოგიურიც და ეხლა უნდათ ამის ყველაფერის ანაზღაურება. და ეხლა ერთი მეორე ეტაპი არტემისის უნდა გაფრინდეს მალე, მაგრამ სუდებენ. ეხლანდელი ბიუჯეტში შეკვეცების ხრივ, თუმცა ამას ყველაზე ნაკლებად შეეხება, მაგრამ როდესაც ერთ რაღაცას კვეცავ, მე ეს ჯაჭვური რეაქცია და ყველა ადამიანი აღარ არის დაწუნებული ექნება სამსახური თუ არა და ამიტომ ვეძებს სხვა რაღაცებს. ესეც ჩემი პრეტენზიაა, ვთქვათ, იმაში, რომ ესეთი შეშფოთებები რო შეგაკ ძალიან ფრთხილად უნდა იყო. არ შეიძლება ამის ესეთი ნაჯახით ხო, აი მაგას ეგ ტენდენცია აქვს. რა ვიცი, ნახოთ. და კერძო ინიციატივები იგივე მასკის ეგ არის, ხო, ეგ ხო NASA-სთან მუშაობს. მაგის ძირითადი დირექტორად გაყვანას ცდილობდა თავისი პროტეჟესთან, როგორც კი ურთიერთობა გაცივდა, აიზეკმანი ხო თუ არ ხო, აიზეკმანი უნდოდა მაგას. მაგრამ მე არ ვიცი რა მოხდა ზუსტად. რაღაცა ჭორები დაემთხვა რა. ჭორები გავიგე აიზეკმანმა თავის დროს. ჭორები იყო რომ აიზეკმანი თავის დროზე დემოკრატებს მიცა დიდი დონაცია, ოღონდ ადრე. და ამაზე, ხო იცით როგორ არის თავის ხალხი, იმაში აი შენ ამის გამო, ეგ რა სკანდალი იყო მაგათ შორის, ხო ეგეც რა სიცხვილი იყო. კაი, მაგრამ ეხლა ჯერ მასკის კოსმოსური ინიციატივა. ხო, მასკს აქვს თავისი კერძო ფირმა SpaceX-ი, ოღონდ მაგის დაფინანსება დიდი წილი ბოდის სახელმწიფოდან. უბრალოდ მაშინ ეგ მოხდა, მე მგონი ობამას დროს იყო თუ ბუში. კი, ობამას დროიდან მოდის. ხო, რომ მივცეთ ეს. არ ვიცი გრამდენ სწორი მიდგომა იყო, იმიტომ რომ ყველა ეხლა ვინც ნელ-ნელა ეწევა ამერიკას ამ კოსმოსურ, ასე ვთქვათ, რბოლაში, ხო? ჩინეთი, ინდოეთმაც დაიწყო უკვე. ყველა უფრო ჩქარა მიდის, ვიდრე ჩვენ მივდივართ. და თან იქ სახელმწიფო დგას ამ ყველაფერზე. თავისი პლუსები, რა თქმა უნდა, აქვს ამას, რომ კერძო კომპანიების ზოგჯერ უფრო ინოვაციებითაც იმაშვებიან, შეიძლება ისეთ ხელფასები მიცენ, რომ უფრო ჭკვიანი მიიზიდონ და რაღაც, თავისი პლუსები აქვს. მაგრამ ეხლა მასკ სამწუხაროდ ეს რაკეტები ჩამოუვარდა, ხო, აი ისინი რომელმაც მასზე უნდა გაუშვან და ნახოთ, ნუ რას გააკეთებს, როდესაც მასკმა და ტრამპმა იჩხუბეს საერთოდ ტრამპმა თავიდან თქვა თითქოს რომ შეუჩერებს მაგას საერთოდ ამ დაფინანსებას მაგაზეა დამოკიდებული. ისე თქვენი საინტერესოა თქვით ანუ ის ცოდნა დავიწყოთ ან ხო პარადოქსულად შეგეს როგორ შეიძლება დაივიწყო ეგეთი მნიშვნელოვანი ცოდნა ანუ 1979 წელს გაუშვი ხო მთვარეზე დასვი შენი კოსმოსური ხომალდი და თორსა ნილ ამსტრონგის ფრაზა იყო რომ მათ მე დამპირდნენ მარსზე მისიას და საბოლოო ჯამში iPhone-ი მომცეს მეტი არაფერიო. ანუ მე როგორ შეიცვალა ეს პრიორიტეტი, რამ გამოიწვია
ცოდნის დაკარგვა, როგორ დავკარგე. მე ესე მგონია რომ აი ხა ბოლომდე რა თქმა უნდა არ დაკარგულა ყველაფერი დოკუმენტარია ბოულია, მაგრამ უწყვეტობას აქვს მნიშვნელობა. ხო და როგორ შეწყდა აი რაღაცეთ გადაწყვეტეს რომ გასწრეს. როგორც კოსმოსური ბოლა შეწყდა მაშინ აი მე როგორც კოსმოსური ბოლა, როგორც ეგონათ რომ მოიგეს ცივი ომი. ხო მოიგეს ცივი ომი, მაგრამ სინამდვილეში ხო აღმოჩნდა რომ ეს არ არის მოგება. აი ზუსტად ესე. რაღაცნაირად წყნარდება. კონკურენცია აცოცხლდება. როგორც ფეხბურთში ხდება, რომ გუნდი ყველაფერს იგებს და მე უბრალოდ შეიძლება ვეღარ მოემზადოს და მოდუნენ. და უწყვეტობას აქვს მნიშვნელობა. უნდა გაგრძელებულიყო. უცბად გადაწყვეტს, რომ ეხლა აღარ არის ეგ საჭირო, მოდით გავაგზავნოთ შორეული მისიები და ეგეც ფანტასტიკაა, რა თქმა უნდა. რბოლაში მოვიგეთ, ხო? პირველად წააგეს, იმიტომ რომ პირველი თანამგზავრი ადამიანი გავუშვეს საბჭოთებმა, მაგრამ მე სამგზავრო თვარეზე დასვეს ამერიკელებმა და ნახან ეს მოვიგეთ, მოდით ამას ახლა დიდი პრაგმატული ის აღარ აქვს, მოდით გავუშვათ ვოეჯერები მზის სისტემის გარეთ და რაღაც ფანტასტიკური შედეგები დადეს სამყაროს ჩვენი შემეცნება გაიზარდა ფანტასტიკურად, ხო ეს ტელესკოპები, ჰაბლი. გუშინ თუ გუშინ წინ ვოეჯერ 2 ერთი სინათლის დღით გაცდა უკვე პლანეტა. ხო. წარმოიდგინე ისინი გავიდნენ უკვე იქით მზის 100 ასტრონომი თუ 100 თუ 100 რაღაცა ასტრონომიული ერთეულიც იქით არის აღარ არის ყემზე ესეთი გავლენა აღარ აქვს. და მოდუნენ უბრალოდ აი უწყვეტობა მაინც მე როდესაც ისვლება ტექნოლოგიებში უნდა იმისის გააკეთო რა ქვია შესაბამისობაში მოყვანა ეს როდესაც ვიღაცა მუდმივად ამაზე არ მუშაობს აი ეს უწყვეტობა ქმნის რაღაცა უწყვეტობის არარსებობა ქმნის აი ნაპრალებს რომელიც მე შესავსება ცოტა ძნელია. ეხლა აი ამას აკეთებენ უნდათ ეგა და სულ უფრო ნელა მიდის მოკლედ ეს პროცესი ცოტა ნელა მიდის. მან კიდევ შეიძლება ის პრობლემაც იყოს რომ NASA-ს წარმატება არ იზომება 1 წლით და 2 წლით. პრეზიდენტს აქვს 4 წლის ვადა, ხო? დავუშვათ 4 წლის განმავლობაში ამან შედეგს უნდა მიაღწიო, მე კიდევ 4 წლით ან აგირჩევენ, ან არა და ანუ NASA-ს მისია წარმატებული იქნება თუ არა, ანუ იქამდე შენ შეიძლება ვერც იცოცხლო. რა თქმა უნდა. რა თქმა უნდა. ანუ მყისიერი დივიდენდი ამბობს. რა თქმა, საერთოდ მეცნიერებაში ხო ესეა. შეიძლება მყისიერი დივიდენდი არ იყოს და მე უცბად გამოჩნდეს რაღაცა, რომელიც საერთოდ შეცვალოს ტექნოლოგიური სამყარო და უცბად მისცეს ისეთი მოგებები, თუნდაც პრაგმატული თვალსაზრისით. და ამიტომ მე ხა ისე არ მინდა რაღაც მიკერძოებულობაში. ჩამო მართვას მაყურებელმა რომ არასწორია NASA-ს დაფინანსების შეკვეცები და საერთოდ მეცნიერების. ამერიკისთვის ეს არ არის ძალიან დიდი ფული. ისიც რომ აი მასკის ეს დოუჯრო იყო, რომ ბოლო-ბოლო არ აღმოჩენიათ ბევრი არის, მე კი არ ვამბობ. არის ტყილა ხარჯვა. მაგალითად ხა ჩვენ საერთოდ გაგვიგმეს ფაქტიურად გაგვიგმეს მივლინებები. კი, ვაღიარებ, ზოგჯერ იყო ძალიან ზედმეტი. ყველგან დავდიოდით იქ აქ ერთი კონფერენცია მეორეზე მესამე. კონფერენცია დიდი ძალა აქვს, იმიტომ რომ მართლა ურთიერთობას არაფერი აცვლის პირადს და რაღაც. მაგრამ ზოგჯერ შეიძლება ზედმეტიც იყო. მაგრამ ეს უცბად მოჭრა, ეს არასწორია. ეს არასწორი, არ შეიძლება ესე ნაჯახით მიდგომა. ამერიკას აქვს იმის უნარი, რომ მეცნიერება შემცირების ხარჯზე არ გადაწყვეტოს თავისი სხვა პრობლემები. მაგრამ სხვა კუთხით არ გიფიქრიათ, როგორც ანუ მარტო ამერიკის კუთხით კი არა. გარკვეული პარადოქსი, რომელიც დაახლოებით 70-იანი წლებიდან წამოვიდა, აი ზუსტად მე რომ ლადო ვახსენე, რაც კიდევ ორი ეს ასტროფიზიკოს მეგობარი მყავს და ამ თემას განვიხილავდით რაღაც ხნის წინ, რომ 70-იანი წლებიდან ძალიან იზრდება შოუების, შოუმენების, სპორტსმენების და შემდეგ ხელფასები და სახელმწიფოს პრიორიტეტიც ერთგვარად ცოტა გვერდზე წავიდა რა, ანუ მეცნიერი როგორც ასეთი რა, მით უმეტეს ცივი ომის დასრულების მერე მეცნიერი არ არის პრიორიტეტი რა, ანუ ვერნერ ფონ ბრაუნი უკვე არ არის პრიორიტეტი რა, ვერნერ ფონ ბრაუნს შეიძლება დღეს აი ვინ გითხრათ რომელიღაც ტიკტოკერმა ჰაბილამემ შეიძლება მოუგოს პოპულარობით და ანუ ადამიანობა სოციალების განვითარებასთან და ასე შემდეგ ხო ამ ტექნიკურმა პროგრესმა
თან მოიტანა ისეთი ხალხის პოპულარობა, რომლებიც არავითარ იმას დოვლაც არ ქმნიან ხო სიტყვაზე, მაგრამ პოპულარულები არიან, ვერაფერს ვერ უშვები, აი ჰაბი ლამე, აი TikToker-ია, რომელიც ძალიან საოცარ TikTok-ებს აკეთებს, მაგრამ მისი ღირებულება კაცობრიობისთვის არის 0. ისე როგორც რავი, ახლა საქართველოს არის ეგეთი უამრავი პერსონაჟი რა. ხო და ამავდროულად იგივე აი პირობითად რო ვთქვათ, ჰოკეიში რომ მოიგოს სოფლიო ჩემპიონატი ამერიკის გუნდმა და ამერიკულმა გუნდმა რომ მოიგოს მათემატიკის ოლიმპიადა, ხო? ტრამპი რომელს უფრო შეხვდება? ჰოკეისტებს თუ მათემატიკოსებს? ხო, იმიტომ რომ ის მოკლევადიანი მას იძლევა რა. მოგებას, მაგრამ მეორე მხრივ კოვიდის დროს დადგა იქ საკითხი რა, რომელიღაც ესპანელ მეცნიერს მიეწერება, რომ ეხლა მოვიდეს მესი და რონალდო და შეიქმნათ ვაქცინა. ანუ მეორე მხრივ მეცნიერების ის გჭირდება, რა ქვია, მიღწევები, უცებ აღმოჩნდება, რომ თურმე ესენი ქმნიან რაღაც ღირებულს რა. და ანუ ეგ რავი, ალბათ მარტო ამერიკის პრობლემა არა. არა, ეს გლობალურია. აი, როდესაც მე ვნახავ პირობითად საქართველოში მეცნიერს, რომელიღაც ბანკის რეკლამაშია, თუ რომელიღაც კომპანიის რეკლამაშია, აი მივხვდები, რომ საქართველოში მენტალურად რაღაცა შეიცვალა, არა მარტო რაღაც ქართული რაღაც კოცმეისტერების დონეზე, არამედ მენტალობის დონეზე, საზოგადოების მენტალობის დონეზე. არა, ეს ძირითადად მაინც შემიძლია დასავლური ცივილიზაციის დეკადენსის პრობლემა, ეს კულტურა, სადაც ვარსკვლავი, კინოვარსკვლავი არის ყველაფერი, იქ ტელევიზორის ვარსკვლავი არის ყველაფერი, იქ რაღაც შოუ ტრაპსაც ჰქონდა, სხვათა შორის ესე გახდა პოპულარული. ხო, ეს ფრენდის ხო. შეგირდი. მე ძალიან მიყვარს ჯაზი და ერთხელ უყურე აი ამ ფრენდს უყურებდი თავიდან ერთი ორჯერ დაიან ვორვიკი მომღერალი არის ჯაზის, ხო. და ტრამპი იყო ხო ის იყო რა ქვია ტრამპი არის როგორც მოსამართლე როგორ ვთქვა რომ ის წყვიტავს ვინ რა საქმე გააკეთა როგორ ელაპარაკებოდა ზემოდან ქვემოთ დაიან ვორვიქს ჩემთვის რა ესეც ერთ-ერთი ელემენტი მაგრამ ეხლა ამაზე არ მინდოდა და მე თქვა და დამოიწურა და დავაპარაკე. დეკადენციის ხო, დეკადენცი. ეს კულტურა, ეს ისეთი გამაღაზიანებელია იქაც სხვათა შორის. ეს კულტურა, იმისი რა, ეს მეტად. მაგალითად, მიდის ახალი ამბები და აქედან ლაპარაკობენ ვიღაცას გაშორდა. აღარც უყურე ხელ მე ტელევიზორს ცხადია უკვე დიდი ხანია, მაგრამ მაინც მანამდე. ვიდრე თქვა რაღაცა იქ დაბომბეს, არ ვიცი, ისრაელი თუ პირიქით ირანი და ასე შემდეგ, ხო? ეგ ძალიან ცუდია. კი და ნუ ეგ მაგრამ რასიზმი მეტყობა ეგეთ იმაში ცხოვრობთ ჩვენ. ხო ეგეთ დროში ცხოვრობთ. ეგეთ დროში ცხოვრობთ. TikTok-ერი გამოვა და უეცად ტიპს რომელსაც აზრი არ მოეკითხებოდა არავითარ საერთაშორისო ურთიერთობებზე. მე გამოვა საერთაშორისო ურთიერთობების ექსპერტად, მე ასტროფიზიკოსად და შემდეგ. ერთ-ერთი მაგალითი ეგეთ შემთხვევა ზუსტად ლადოს Reddit-ზე განიხილავდნენ ამ რომან ტელესკოპის გაჩერებას, ხო, გაკინეს, ხო, ფაქტიურად და ვიღაცასთან შევიდა კამაჩი, ახლა ლადო ასტროფიზიკოსია რა და იმ ტიპს კითხა ბოლო-ბოლო შენ ვინა ხარ? რატო დეკამათებია და რავი, რა მნიშვნელობა აქვს ვინა ვარო რა, აგერ დავგუგლეო ინფორმაცია მოვიძიეო და ვერ ყვევი ამ საკითხშიო რა და ახლა რაზე უნდა იკამათონ ამათ, მაგრამ მეორე მხრივ აი ეს ვიღაც შეიძლება იყოს ბეისბოლის რავი მოთამაშე, რომელსაც ყავს 2 მილიონი მიმდევარი ფოლოვერი Twitter-ზე და რაც არ უნდა დაწეროს, უფრო მეტი ადამიანი დაუჯეროს, ვიდრე თქვენ თუ ვერნერ ფონ ბრაუნს თუ ლადოს, რა, პირობითად ვარ. მე კი არ მინდა ხეთი გამოვიდეს თანაც უკვე ასე კეცისეთი მოგრო წუწუნი მიყვარს და რაღაც სამყარო ეგეთია და ამას ვიღებ. აბსოლუტურად უბრალოდ ფაქტის კონსტატაცია ფაქტზე ხო შეგვიძლია ფაქტის კონსტატაცია ხო შეგვიძლია ხო ამიტომაც არის ხა ისე დაუბრუნდა ძალიან ხშირად ვახსენებ ტრამპი თვითონ ტრამპის ბრალი კი არა ტრამპი არის სიმპტომი საერთოდ ზოგადი იმის ხო პრობლემების და სხვა პოლიტიკოსები ის რომ არ არის ნამდვილი ლიდერი არც ევროპაში მაინც და მაინც ხო ის რომ ზელენსკი მართლა ჩემთვის ახლა მე შეიძლება მიკერძოლი ზელენსკი არის ჩემთვის ახლა თოფლიოში პირველი ლიდერი ყველაზე რა თქმა უნდა ახლა უკრაინა ესეთი მძლავრი ქვეყანა არ არის მაგრამ როგორი თანმიმდევრულობით სწორი მორალური ფასეულობებით
დიპლომატიითად ის რომ მაგან არ დათმო მაშინ იმ სცენაში არაფერი ფაქტიურად ერთი წამით არ დახარა თავი ბოლო-ბოლო მაგისთვისაც და უკრაინისთვის უკეთესი გამოდგა სულ სხვანაირ თელაპარაკებიან ახლა თქვენ მინდა გითხოთ აი მაგალითად ხახო თქვით რომ ნუ ტრამპი არის თავის დროის პროდუქტი რა ანუ აი ეგეთ ლოგიკა შეგვიძლია გავყვეთ რომ ჩვენთანაც რაც ხდება დროის პროდუქტია დრომშვა ხო მაგრამ თქვენი აზრით რა ესეთი დატაკებაცაც კი არ ვიტყვი რა ესეთი უმადურობა უგულებელყოფა ფეხებზე დაკიდება და ამ წრული ურთიერთობის რეჟიმში ქვეყნებთან რომლებიც ძალიან მეგობრულად იყვნენ ჩვენ ვართ განწყობილი რომლებიც აფინანსებდნენ ჩვენს მეცნიერებსაც სკოლების რემონტსაც გზების აშენებასაც და შემდეგ ანუ გულისხმობ დასავლურ ქვეყნებს მოდი თქვა მე თავად არ მოყვანს ამ ტერმინის გამოყენება დასავლეთი ჭრელია ხო მაგრამ ნუ მოდი ეს ესე რომ გერმანია საფრანგეთი იქ რაღაც პრიბალტიის ქვეყნები და შემდეგ თქვენი აზრით რა ანუ როგორც მეცნიერის როგორც მოქალაქის რომელიც მეტნაკლებად აქტიურად ჩართულია და ადევნებს თვალს პროცესებს ანუ რა შეიძლება გამოიწვიოს ან ნეგატივი რა შეიძლება იყოს ამ ყველაფრის რა ნუ მე დიმაქს მაინც რომ ისინი ხვდებიან რომ ვინ ისინი? დასავლელები. ამ შემთხვევაში მიხვდებიან რომ უმადურება არ არის მთლიანად ხალხის და ჩანს ახლა ეგეც, ხო? როგორ შეიძლება ახლა რამდენი ქალია წასული იტალიაში და იქიდან ოჯახს არჩენს, ხო? მაგათ მას ხო იციან იგა. ხო იციან ან სხვაგან, ან ამერიკაში რამდენი ხმები ნაცავები გადავიდნენ, ხოთოშს არალეგალურად. თუ ამას ელაპარაკ. მე ყავს მექსიკიდან გადასული ნაცავები ამერიკაში. ნუ მან ყავს, აი ძალიან კი ბატონო, კი ჩვენ ყოველდღე ამიტომ იმათმა იციან, ვინც ახლა საქმეშია გარკვეული ცხადია, რომ ეს აი არ უნდა ჩვენზე მოხვეული რაღაცა ამ შემთხვევაში ძალა, რომელიც უბრალოდ უნდა ნუ დაველოდოთ ამ სხვანაირად გადაწყდეს. რა შეხედავთ ამ ძალის თავიდან მოცილების ან დამარცხების გზებს? არ მინდა ვთქვა. მაინც ძალიან აქტიური მოქმედებაა საჭირო ჩემი აზრით. იმიტომ რომ დალოდება რო ვიღაც დაგვეხმარება და გვიშველის. ხო, ნახოთ რა ვიცი, მიჭერს თქვა ხა არ მინდა ჩემ თავზე არ ვიყო მაინც არა ვარ მე ხა არც პოლიტიკოსი და არც მithumetes იქიდან აი ამას მოიძახთ იცით რატო? ისეთები არიან დღეს საქართველოს პოლიტიკაში და ისეთებს შეგვიძლია უწოდო პოლიტიკოსები, რომლებიც აი იას ვერ წაგიკითხავენ ალბათ გამართოთ. ნუ ერთ-ერთი ვინც არის ის რა ქვია, ჩვენი ოლიმპიური ჩემპიონი თალხალ ჭიდაობაში, არა. ლადო ხინჩაგაშვილი, აი პრაქტიკულად დარწმუნებული ვარ, რომ მართლა შეიძლება ერთ-ერთი პრეზენტაცია იყო გორის წაიკითხა, გორის ყოფილი მერი. ეხა ეს არის პოლიტიკოსი და თქვენ მეუბნებით რომ მე პოლიტიკოსი არა ვარ თუ მეთქი. ნუ ახლა რა პოლიტიკა არის სწავლება. ანუ აი ყველაზე სუდი რაღაცა რაც შეიძლება დანერგო ერთ-ერთი კიდე საქართველოში გარდა იმისა რომ პოლიტიკა შენი საქმე არ არის ის რომ პოლიტიკა თითქოს ვიღაცების საქმე თქოს აი ძალიან ხშირად იყენებენ ამ გამოთქმას რა ანუ პური მეპურემ უნდა აცხოს რა და ეგ ანუ არც ერთ კონკრეტულ ადამიანს არ უკავშირებ მათ შორის მერაბ მათქოდვალიშვილმა და არც მაგას უკავშირებ მანამდეც ბევრი იყენებდნენ მათ შორის ქართული ოცნების დეპუტატები რომ თქვენ რა იცით პური მეპურემ უნდა აცხოს მე ყველაზე სულად მახსოვს არჩილ თალაკვალისგან ვინ იყო არჩილ თალაკვალზე სანდრა რულოვთან ერთად დარბოდა რაღაც ტუტკავშირში იყო რატო გონია რომ პოლიტიკოსი ხარ პოლიტიკოსები არიან ადამიანები რომელთაც პოლიტიკა აინტერესებს და მეტნაკლებად ისმით და საერთოდ არც ერთი უნივერსიტეტი არა რომელიც პოლიტიკოსებს უშვებს რა თქმა უნდა და რაღაც ასე პოლიტიკაში კარგად არა და ძალიან ხშირად საკუთარ თავს ნუ აყენებს არა მე უბრალოდ არ მინდა ასე თქვა გამოჩდე ისეთი პოლიტიკოსები ხარ თქვენ რო ამბობთ რომ მე პოლიტიკა კარგი არა უბრალოდ პასკის გალოვას არ მინდა ჩემ თავზე არც ვიცი როგორ ფორმულები მე მივიცე მაგრამ მე ვიცი რომ ამასთან შეგვება შეუძლებელია იმიტომ რომ ეს დაღუპავს ქვეყანას დარწმუნებული ვარ მეც აი და არც ვიცი ფორმები და ისა სხვადასხვა ფორმები არსებობს სხვადასხვა რაც მოიტანს გამარჯვებას ის
კი ბატონო, ხო, მეც ვერ გეტყვით, რომ ამ გამზადებული ის კონდეს რაღაც რეცეპტები არც ვიცით, ეს ჩვენ ფიზიკის დარგებშია, როდესაც რთული სისტემაა, ხო? იმის წინასწარმეტყველება, რა მიმართულებით წავა, ძალიან ძნელია. და შეიძლება უსვათ კატასტროფული ცვლილებები მოხდეს მაგაში. კატასტროფის თეორია ქვია. ამიტომ და საზოგადოება ეგეთია, მით უმეტეს ეგეთ დაძაბული, როდესაც არის ატმოსფერო ქვეყანაში, როდესაც ამდენი ძალაა ჩართული სხვადასხვა დინებებია, ძალიან турбулентური გარემოა და მანდ რამ საიწავა. უცბად რაღაცა ძალა რო ჩაერიოს, ხო, იმის წაიყვანს თავის მიმართულებით, მაგრამ აქ ჯერჯერობით ესე არა ჩანს. არც ისინი არიან ძლიერები ძალიან, არც ოპოზიცია ძალიან, არც ისინი არ არიან ბლობოძლიერი. კი, მათ უმაგრებს შეიძლება რუსეთი, მაგრამ რუსეთსაც თავისი ის აქვს. თავის პრობლემები აქვს. თავის პრობლემები. არ მგონია რომ ამი სულ მაგას ვამბობ რომ მოსკოვი კი არა არმავირთან არ აქვს მაგათ ალბათ დაალაგებული არაფერი. ხო, იმიტომ რომ თანმიმდევრული მოქმედება ჭირდება ამას და ეხლა მაგათ არ აქვს თანმიმდევრული მოქმედების უნარი რუსებზე ვიძახი. არც რესურსი არ აქვს. არც რესურსი არ აქვს. საერთოდ რაღაცა რო გააკეთო საერთოდ თანმიმდევრულობა არის ძალიან მნიშვნელოვანი. აი მე თუ რამეს მივახციე ცხოვრებაში, ესე არის იმიტომ რომ მე ეგ მაქვს, ახლა არ პრობა, ხო, უბრალოდ თანმიმდევრული ვარ. შეიძლება ესე ნიჭიერი არა ვარ რაღაც, მაგრამ თანმიმდევრული ვარ. კარგად მეცადინეობდი, თანმიმდევრულად ვაკეთებდი ყველაფერს, ორგანიზებული ვიყავი. ამას აქვს ძალიან დიდი მნიშვნელობა განსაკუთრებით პოლიტიკაში. ჩემი აზრით, ჩვენ ეს ნაციონალურ ხასიათში ცოტათი ნაკლებობა გვაქვს ამ თანმიმდევრული მოქმედების. სამწუხაროდ კი დაგეთანხმებთ ამაში. ეგ რო იყოს უფრო მე, იმიტომ რომ ახლა ნორდიკული კულტურები უფრო თანმიმდევრულები არიან, ხო ეს ხო თვალნათლივ ჩანს და იმიტომაც არიან წარმატებულები, შეხედეთ ყველა ქვეყანა რომელიც ამბობს რომ ყველა ანუ მატერიალურადაც კარგად არის და თან ბედნიერების ინდექსი თუ კი არსებობს ეგეთი რამ ცხადია ხელოვნური იდიოტობა, მაგრამ მაინც ხო რაღაც. მაინც არის ფინეთი, დანია, შვედეთი. მე ხა აი ეს გამახსენდობ შვედეთ რაღაც ვახსენე ჩვენთან ორი ბიჭი მუშაობს შვედეთიდან გამოგზავნელები არიან ჩვენ ჯგუფში მუშაობენ კომპიუტერის სპეციალისტები არიან ვიზუალიზაციის აკეთებენ მოდელების ძალიან მაგრები არიან რაღაცნაირად ის ქონდა ჩვენ შიდა პატარა კონფერენცია ჩვენი ჯგუფის 30 კაცი ვარ და ესეთი მაგვარ მაგიდასთან ვისხედი და მე ვიჯექი ამ ორი შვედი ბიჭის პირდაპირ უყურებ და რაღაცა ისეთი შვიდა მოდიოდა მაგათგან აი აბსოლუტურად ისე რაღაც წამოვიდნენ რაღაცა დამშვიდებულები იყვნენ და თანაც კარგები არიან თავის სფეროში აი რაღაცა ვიფიქრე აი რაღაცა არის ძალა ამან ხო ეტყობა კი ბუნებრივია კარგით დიდი მადლობა თქვენი სტუმრობისათვის ეთერში იყო გადაცემა აპოლიტიკური კოდი YouTube პლატფორმაზე მისმინე, გამოიწერეთ ჩვენი არხი YouTube-ზე და ასევე გამოგვიყვებით სოციალურ ქსელებში, TikTok-ზე, Facebook-ზე და Instagram-ში. მადლობა. ძალიან დიდი მადლობა.